არის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოხსენება და მეორე საკითხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ანგარიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ვინ არის მომხრე რომ ვიმუშაოთ წარმოდგენილი დღესასწაულის პროექტის მიხედვით მომხრე 13 წინააღმდეგს ვიკითხავ წინააღმდეგი არავინ დღესასწაული დამტკიცებულია მოგეხსენებათ რომ დღეს გვაქვს მორიგი პლენარული სტომა შესაბამისად რეგლამენტის თანახმად დღესასწაულის დამტკიცების შემდეგ ჩვენ გვაქვს განცხადებების ეტაპი მისთვის 60 წუთია გამოყოფილი რეგლამენტით თითოეული განცხადებისათვის 3 წუთი აღნიშნული დროის გაზრდა შესაძლებელია სტომის თავმჯდომარის მიერ არაუმეტეს 2 წუთით განცხადებელთა სიაში ჩაწერა შეგიძლიათ განცხადებების მიმდინარეობის დროსაც და ჩვენი ერთი კოლეგა უკვე არის ჩაწერილი ვთხოვთ ბატონ გოგი ფუტკარაძეს ჩაურთოთ მოგესალმებით მიესალმები ქალბატონ მინის მიესალმები მის გუნდს მინდა შევეხო ორ საკითხს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეს და ახალი საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას მინდა თქვა რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის საქმეზე არის სამართლებრივი პროცესის შედეგი და ადასტურებს რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია მიუხედავად პოლიტიკური წარსულისა თუ თანამდებობისა რადგან პრეზიდენტი ახსენე აქვე ვიტყვი რომ ვისურვებდი ზოგადად ყოფილმა პრეზიდენტებმა და სხვა ქვეყნის ყოფილმა თანამდებობის პირებმა რომ თავი დაანემონ საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობებს იქნება ძალიან კარგი. ახლა კი რაც შეეხება ოპონენტების მიერ ახალ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ კრიტიკას და პანიკას თითქოს ჩვენი პარლამენტი ანტიდასავლურ კანონებს აინიცირებს მინდა ბოლო წლებში ევროპის არაერთი ქვეყნის მიერ შემოღებულ კანონებზე ვისაუბრო და მოვიყვანო რამდენიმე მაგალითი 2023-24 წლებში საფრანგეთსა და გერმანიაში მწვავე პროტესტების ფონზე გამკაცრდა ზომები და პოლიციას მიეცა შესაძლებლობა პროტესტანტები წინასწარ დააკავოს ან შეუზღუდოს მონაწილეობა საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით. გარდა ამისა, მაგალითად საფრანგეთში კანონით აიკრძალა პროტესტის დროს სახის დახარვა თუ არ არსებობს ამისი ლეგიტიმური მიზეზი. რაც შეეხება ბრიტანეთს, ასევე 2023 წელს მიიღეს საზოგადოებრივი წესრიგის კანონი, რომელიც მკაცრად ზღუდავს დამანგრეველ პროტესტებს. პოლიციას აქვს უფლება პროტესტის მონაწილეები წინასწარ დააკავოს თუ არსებობს ეჭვი, რომ ისინი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას აპირებენ. კანონი ასევე კრძალავს ეგრეთ წოდებული ნელი სიარულის ტიპის პროტესტებს და სასამართლოებს საშუალებას აძლევს კერძო პირებს აუკრძალოს დემონსტრაციებში მონაწილეობა. ნელი ტიპის პროტესტი ჩვენს რეალობაში ძალიან რელევანტურია, რადგან ეს ნიშნავს ჩვენ შემთხვევაში იმ ათეულობით ადამიანების მიერ ქუჩების გადაკეტვის და მოძრაობის შეფერხების ცვლილებას, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობს. და ბოლო მაგალითს მოვიყვან იტალიიდან, გასულ წელს იტალიაში დაწესდა 40,000 ევრომდე ჯარიმა იმ პირებისთვის, ვინც გზების ან ტრანსპორტის ინფრასტრუქტურას ბლოკავს, ამიტომ იმ მიდგომებზე, რაც ცენტრალურ ხელისუფლებას და პარლამენტს აქვს ამ საკითხებთან მიმართებაში, მინდა ვთქვა, რომ აქ ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული არაფერია და ვთხოვთ, რომ სხვა პრაქტიკებსაც გადავხედოთ და პატივიცეთ ამ შემოღებულ წესრიგის დაცვის მიზნით პრაქტიკებს. ასევე როგორც გუშინ პრემიერმა განაცხადა, საქართველო მართლაც უნიკალური ქვეყანა აღმოჩნდა, სადაც 300 კაც შეუძლია გადაკეტოს ქვეყნის ცენტრალური გამზირი, ხელი გაარტყას პოლიციის უფროს, აწარმოოს სიძულვილის კამპანია, დააფინანსოს უცხოური აგენტები, ეგრეთ წოდებული თავისუფალი მედიები, არჩევნებში იმედგაცრუებული პარტაქტივისტები და კონდეს მოლოდინი, რომ სახელმწიფო ამას რეაგირების გარეშე დატოვებს. ჩვენ გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ვიცავ წესრიგს, კანონით ზღუდავთ რადიკალების დაფინანსებას და არ ვუშვებთ ქვეყნის გადატრიალების მცდელობებს. ქვეყანაში წესრიგის დამყარებას და ინსტიტუტების დაცვას უწოდებენ თავისუფლების შეზღუდვას, მაშინ როდესაც თვითონ მილიონებს ხარჯავენ სამართალდამხობების ახალისებასა და დახელფასებაში. ჩვენი კურსი რჩება უცვლელი, ემსახურებით ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ ხარს უჭერთ ცენტრალური მთავრობის და პარლამენტის მიერ ინიციირებულ ცვლილებებს. მადლობა. მადლობა. სხვა მსურველი არ არის, შესაბამისად უკვე შეგვიძლია რომ გადავიდეთ შემდეგ პროცედურებზე. როგორც თქვენთვის ცნობილია, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობისას პლენარულ სტომაზე ბიუროს მიერ დადგენილი განრიგის შესაბამისად მინისტრის საათის ფორმატში უმაღლესი საბჭო უსმენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს, რომელიც წარადგენს მოხსენებას სამინისტროს საქმიანობის შესახებ. გამომდინარე იქედან, რომ ამოწოვის უმაღლეს საბჭოში მინისტრის საათი პირველად იმართება, მოკლედ შეგახსენებთ იმ პროცედურებს, რომლის შესაბამისადაც ხდება მინისტრის საათის ფორმატში უმაღლეს საბჭოს მუშაობა.
უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათი იწყება მთავრობის შესაბამისი წევრის მოხსენებით, რისთვისაც მას ეძლევა 45 წუთი. აღნიშნულ დროში მინისტრმა უნდა წარადგინოს სამინისტროს საქმიანობის შესახებ მოხსენება, ასევე უნდა შეეხოს იმ საკითხებს, რომლებიც მის წინაშე იყო დასმული სხდომამდე არაუგვიანეს 10 დღისა, ასეთის არსებობის შემთხვევაში ბუნებრივია. მინისტრის გამოსვლის საათის შემდეგ 1 საათი ეთმობა დამაზუსტებელ კითხვებს, კითხვებისათვის უნდა ჩაეწაროთ სხდომის თავმჯდომარესთან, კითხვის დრო არის 2 წუთი. ამასთან უმაღლეს საბჭოს წევრს აქვს ერთხელ გამოსვლის უფლება, კითხვების დასრულების შემდეგ მინისტრს აქნება 30 წუთი, რომ პასუხი გასცეს კითხვებს ცალკე. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ იმართება პოლიტიკური დებატები. პოლიტიკურ დებატებში გამოსვლელთა თანმიმდევრობა უმაღლეს საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად დადგენილი იქნა გუშინ უმაღლეს საბჭოს ბიუროს მიერ, ფრაქცია 30 წუთი და ფრაქცია თვითონ განსაზღვრავს ფრაქციის დროით ვინ და რამდენად დროით ისარგებლებს. უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე 20 წუთი, თავმჯდომარე 30 წუთი. კოლეგებო, პოლიტიკურ დებატებში გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია, შესაბამისად თხოვთ მოხსენების დროს გაითვალისწინოთ აღნიშნული. პრინციპში ეს არის ის მოკლე პროცედურები, რის მიხედვითაც უნდა ვიმუშაოთ დღეს, შესაბამისად უკვე შეგვიძლია რომ გადავიდეთ საკითხების განხილვაზე და ტრიბუნასთან ვთხოვოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის სადა სოციალური დაცვის მინისტრ ქალბატონ ნინო ნიჟარაძეს. ვთხოვთ ქალბატონო ნინო. მოგესალმებით ბატონო დავით, ბატონებო და ქალბატონებო, პირველ რიგში დიდი მადლობა დღევანდელი დღისათვის. წარმოგიდგენთ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2024 წელს და მიმდინარე პერიოდში გაწეული სამუშაოს შესახებ. ხაზს გამვუსვამთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან კომპონენტებს და იმ სიახლეებს, რომელიც დავიწყეთ, აგრეთვე იმ იდეებს, რომლის დაწყებასაც გეგმავთ უახლოეს მომავალში. და პირველ რიგში მინდა მადლობით დავიწყო, მადლობა გადაუხადოთ ჩვენი რეგიონის მთავრობას ჯანდაცვის სისტემისადმი განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის, მადლობა გადაუხადო უმაღლეს საბჭოს, რა თქმა უნდა, ჩვენი ბიუჯეტის მუდმივი მხარდაჭერისათვის თითოეულ თქვენთაგანს და რაც ყველაზე მთავარია, მადლობა სამედიცინო პერსონალს და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თითოეულ თანამშრომლებს, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ ჩვენი მოქალაქეების დახმარებისათვის და ფინანსური რისკების მინიმუმამდე დაყვანისათვის. ზოგად ინფორმაციას მოგაწვდით ჩვენს რეგიონში გარკვეული მდგომარეობის დასახასიათებლად, ვინაიდან მოგეხსენებათ ნებისმიერი ქვეყნის მონაცემს, როდესაც ვახასიათებთ, მთავარი არის ის მაჩვენებლები, რის მიხედვითაც ქვეყნის ჯანდაცვის სტატუსი და რეგიონის ჯანდაცვის სტატუსი ფასდება. ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის ნაწილში პოლიტიკის შემქმნელი გახლავთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, მადლობა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს კოორდინირებული ჩვენი ჩართვისათვის ყველა თითოეულ კომპონენტში და ეს გახლავთ ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც აჭარას საკმაოდ კარგი ადგილი უჭირავს ქვეყნის მასშტაბით, როგორც შობადობის, ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებლის ბუნებრივი ნამატის მიხედვით. ეს გახლავთ ინფორმაცია ექიმებისა და საშუალო სამედიცინო პერსონალის შესახებ, იმ სამედიცინო პროვაიდერების შესახებ, რომლებიც ოპერირებენ ჩვენი რეგიონის ტერიტორიაზე და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის სერვისს აწოდებენ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სამინისტრო და ზოგადად ბიუჯეტი მორგებული არა რეგიონში სამედიცინო დაწესებულებებში სერვისების დაფინანსებაზე, არამედ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში სერვისის დაფინანსებაზე და მორგებულია პაციენტის არჩევანზე. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს გამყარებული საჭიროებაზე და იმ პრობლემაზე, რომელიც პაციენტის წინაშე დგას. ფინანსური რისკების მინიმუმამდე დაყვანა გახლავთ მთავარი პრიორიტეტი. თქვენ მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მსწრაფად და ინტენსიურად ვითარდება და ყოველდღიურად ბაზარზე ინერგება მაღალტექნოლოგიური ინოვაციური ჩარევები, რომელთა ღირებულება არის საკმაოდ მაღალი. განსაკუთრებით ონკოლოგიის მიმართულებით, გულის ქირურგიის მიმართულებით და ერთეულ პაციენტთან მიმართებაში ეს საკმაოდ კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული. ამ ფინანსური რისკების მინიმუმამდე დაყვანა, თითოეული ჩარევის
რეგიონის დონეზე დანერგვის ხელშეწყობა, ჯანდაცვის პროფესიონალების იდეების გააზრება, ასოციაციებთან რეკომენდაციების შემუშავება და თითოეული იდეის პილოტურ პროგრამად და პროგრამად გარდაქმნა გახავთ ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი. სოციალური მიმართულებით ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებაში აღიარებული გეზი, რაც არის თითოეული მოქალაქისათვის ღირსეულ გარემოში ცხოვრება, ეს გახავთ მთავარი მოცემულობა, რომლის ხელშემწყობი გახავთ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, ეკომიგრანტი ოჯახებისათვის უსაფრთხო საცხოვრისი დაკმაყოფილება, ვინაიდან მოგეხსენებათ, ჩვენი აჭარის მაღალმთიანი საკმაოდ დაზიანებულია ამ ნიშნით და ამიტომ ეს ოჯახები გახავთ ჩვენი მუდმივი ბენეფიციარები, ეპიდემიოლოგიურად კეთილსაიმედო გარემოს შექმნა და უზრუნველყოფა, დასაქმების ხელშეწყობა გახავთ ის მთავარი მიმართულებები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს უფლებამოსილებაში შედის და დღეს ჩვენ შეხვედრას, რა თქმა უნდა, გარდა ჩემი მოადგილეებისა ესწრება ჩვენი კონტროლს დაქვემდებარებული ორი სიპი, ეს გახავთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო. მე მინდა მათ ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს ასევე დიდი მადლობა გადაუხადო საქმიანობისათვის. ბიუჯეტი, რომელიც თქვენს წინაშე არის, მოიცავს დაახლოებით 12 წლიან დინამიკას და როგორც ხედავთ 2013-დან 2025 წლამდე თითქმის 10 ჯერ გაიზარდა ჩვენი ბიუჯეტი. 2013 წელი გახავთ ის პერიოდი, როდესაც დაინერგა ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა. ამ პროგრამის პარალელურად ჩვენს რეგიონში არსებობდა ჯანდაცვის სამინისტროს დამატებითი ბიუჯეტი, რომელიც მიმდინარე პერიოდისათვის უკვე აღემატება 80 მილიონ ლარს. და ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც ზოგადად მსოფლიოს, ქვეყნის და ჩვენი რეგიონის წინაშე იდგა, ეს გახდათ პანდემია 2020-21 წლების განმავლობაში, სადაც ბიუჯეტი 27 მილიონი ლარი იყო და მას შემდეგ 2.5-ჯერ და 3-ჯერ არის გაზრდილი დღემდე. რეალურად ჯანდაცვის სისტემის სწრაფი განვითარება და მაღალტექნოლოგიური ინოვაციური სერვისების დანერგვა სწორედ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი რეგიონი და ჩვენი მთავრობა ორიენტირებული არის მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომობა გაზარდოს და გახადოს უნივერსალური თითოეული ჩარევის მიმართ. რა თქმა უნდა, ბენეფიციარები არის ფართე სპექტრის, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი პროგრამებით, მაგრამ ყველა ერთი მიდგომით ვერ ისარგებლებს და აქ არის პრიორიტეტული მიმართულებები, 10-ზე მეტი კრიტერიუმით არის ეს მიმართულება განსაზღვრული და გვაქვს პრიორიტეტული ჯგუფები, როგორიც არის სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობა, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები, მრავალსულიანი და მრავალშვილიანი ოჯახები და მრავალი, რომელსაც თქვენ ხედავთ ახლა ჩამონათვალში, ეს გახავთ ის ოჯახები, რომლებიც პრიორიტეტულად სარგებლობენ თითოეული ჩვენი სერვისით, მაგრამ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც მომართავს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, მისი განხილვა ხდება ინდივიდუალურ რეჟიმში და ჩვენ მას პრაქტიკულად იშვიათ შემთხვევაში ვეუბნებით უარს, ყველა მათგანი ფინანსდება და ამაში განსაკუთრებით გვეხმარება მთავრობის სარეზერვო ფონდი, რომელიც დამატებითი დაფინანსების წყაროა თითოეული მოქალაქისთვის და ცოტა მოგვიანებით ვნახავთ ჩვენი 80 მილიონი ლარის მიღმა კიდევ დამატებით რა კოლოსალური თანხა იხარჯება როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური მიმართულებით. ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა მოქალაქეებისათვის ჯანმრთელობის მაღალ რისკებთან დაკავშირებული ჯანდაცვის სერვისების დაფინანსება და ეს საკმაოდ დიდი ფინანსური რისკი იყო იმ ოჯახებისთვისაც, რომელთა შემოსავალი აღემატებოდა 40,000 ლარს. ამიტომ ჩვენ ეს ცვლილებად შევიტანეთ პროგრამაში და თუკი ასეთი ჩარევა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, ერთეულ შემთხვევაში ჩვენ 70%-ით ვაფინანსებთ, თუკი მისი ღირებულება აღემატება 3,000 ლარს. 2020 წლიდან დღემდე ეს გახავთ დინამიკა მოქალაქეების მომართვის და გახარჯული ბიუჯეტი, რომელსაც საკმაოდ ინტენსიურად მზარდი ხასიათი აქვს. 100,000-მდე მოქალაქე სარგებლობს წლის განმავლობაში, როდესაც ეს წინა წლებში იყო 40-30,000-დან 40,000-მდე მოქალაქე. როგორც ხედავთ, 20-21 წლებში 117,000 მოსარგებლე გვყავდა, 22-23-ში 158,000 და 90,000 აღემატება 24-25 წლის მიმდინარე პერიოდი, რომელიც წლის ბოლოს სავარაუდოდ გადააჭარბებს 200,000 და შესაბამისად პროპორციულად მიყვება მას ბიუჯეტიც.
2024 წლის ბიუჯეტი 99% შესრულდა, მაგრამ რეალურად მინდა გითხრათ, რომ თითოეული მოქალაქის დაფინანსება გაცილებით მეტი იყო და ის რა თანხითაც ჩვენ დავიწყეთ წინა წლის ბოლო თვეების შესრულება ეს დაახლოებით 8-10 მილიონი ლარი იყო. ჩვენი ბიუჯეტის მოქნილობის პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენ გვეძლევა ამისი შესაძლებლობა უწყვეტობის პრინციპის დანერგვით, მნიშვნელოვანი სამედიცინო ჩარევის დაფინანსებისათვის უარი არ უთხრათ არც ერთ მოქალაქეს, როგორც ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება, როგორც გულის ქირურგია, ამიტომ ეს პროცესები უწყვეტად მიმდინარეობს და საბიუჯეტო წლის დასაწყისიდან ჩვენ ვუზრუნველყოფთ მათ დაფინანსებას. მადლობა მინდა განსაკუთრებით გადაუხადო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ფინანსთა მინისტრს ამ პროცესის მუდმივად მხარდაჭერისათვის და ჩვენი გვერდში დგომისათვის. ბიუჯეტი მიმდინარე წელს უკვე არის კორექტირებული მოგეხსენებათ და 24%-იანი ზრდა გვაქვს 80 მილიონს აღემატება როგორც გითხარით და ეს არის ის თანხა, რომელიც რომლის მეტი წელი განსაკუთრებით მიმართული არის ჯანდაცვის სერვისების დასაფინანსებლად. დაახლოებით 44 მილიონი ლარი იხარჯება ჯანდაცვის მიმართულებით და როგორც თქვენ სლაიდზე ხედავთ 24-25 წლის მიმდინარე პერიოდისათვის 38,000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულებით, 10,000-ზე მეტმა მხოლოდ სოციალური მიმართულებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბენეფიციარი გვყავს 24,000-ზე მეტი და 17,000-ზე მეტი დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მოსარგებლე პირი. ეს გახლავთ ის სიახლეები, რომელსაც ზოგადად ჩვენ პერიოდულად, რუტინულად ნერგავთ და სულ ვაფართოვებთ. არსებობს რაღაც ჩარევა, რომელსაც სამინისტრო პირველ ეტაპზე იწყებს პილოტურად, შემდეგ ეტაპობრივად აფართოვებს და რეალურად ის მიზნობრივი ჯგუფი, რომლითაც ჩვენ დაფინანსებას ვიწყებთ, ეს გახლავთ სოციალურად მოწყვლადი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი და ეტაპობრივად ხდება გაფართოება ნებისმიერი მოსარგებლისათვის, თუ კი ამას ამის საჭიროება გააჩნია. ეს მნიშვნელოვანი სიახლეები 2024 წელს რაც განხორციელა და განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ონკოლოგიური სამედიცინო დახმარების პროგრამა, ვინაიდან ქვეყანაში გარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა, რომელიც საკმაოდ მძლავრი მიმწოდებელია და დამფინანსებელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, არსებობს ონკოლოგიური პროგრამა, რომელიც ინტეგრირებულია სახელმწიფო პროგრამაში და ამის თანაგადახდას ახორციელებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო. გარდა იმ ქიმიოთერაპიული საჭიროებისა, რომელიც ლიმიტის მიუხედავად უფინანსდება სახელმწიფო პროგრამით, არსებობს კიდევ მედიკამენტების ფართე სპექტრი, როგორც იმუნოთერაპიული, ტარგენტული მედიკამენტის, რომელიც ერთეულ პაციენტთან მიმართებაში არის საკმაოდ ძვირადღირებული და ერთი ჩარევის თანხა აღემატება 15,000 ლარს. ამ პაციენტისათვის ჩვენ 2024 წელს ეს ღირებულება ლიმიტი წლიური გავზარდეთ 50,000 ლარამდე, იყო თავიდან 25,000 ეტაპობრივად გაიზარდა და მიმდინარე წელს ეს ლიმიტი გახლავთ უკვე 70,000 ლარი. ეს არის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა, ვინაიდან ეს გახლავთ ახალი თაობის მედიკამენტები, რომლებსაც საკმაოდ მძლავრი და ხანგრძლივი ეფექტი აქვთ, რომლებიც არის საკმაოდ დამზოგველი და ამ ეფექტურობის გათვალისწინებით მოხდა მათი დანერგვა და შესაბამისი ასოციაციების მიერ რეკომენდაციის გაწევა. უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, თქვენ მოგეხსენება, ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ ამ პროგრამის დანერგვის შესახებ, 48 ახალშობილი უკვე გვყავს და 17 ქალბატონი ორსული. პროგრამა თავიდან საკმაოდ ვიწრო ჯგუფში იქნა დაწყებული. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები სარგებლობდნენ, თუმცა ეტაპობრივად გაფართოვდა პროგრამა და დღეს უკვე პედაგოგებს, სააღმრთელო საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლებს შეუძლიათ ისარგებლონ აღნიშნული სერვისებით და რა თქმა უნდა ის ეხება პროვაიდერ ნებისმიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებაში სერვისის მიღებას მაქსიმალური ლიმიტი თითოეულ წყულზე გახლავთ 10,000 ლარი და ჩვენ საკმაოდ ამაყები ვართ ამ პროგრამის შედეგებით, ვინაიდან ამ პროგრამამ დააჩქარა ტექნიკური რეგლამენტის შექმნა, ეს არის მკაცრი მოთხოვნები თითოეული რეპროდუქციული ცენტრის და სერვისის პროვაიდერის მიმართ და ის მოსარგებლე წყვილები, რომელიც გაცილებით და ინტენსიურად მზარდია, რა თქმა უნდა, ვიდრე იყო ეს პროგრამის დასაწყისში.
ჩვენ დავიწყეთ ორგანოთა ტრანსპლანტაციის წინა და შემდგომი კვლევების დაფინანსება, ვინაიდან მოგეხსენება ჯერ კიდევ 2016 წლიდან აფინანსებდა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას. ცოტა მოგვიანებით უფრო დეტალურად გავშლით, მაგრამ ამ სერვისის დაფინანსება მოიტანა აუცილებლობა ტრანსპლანტაციის შემდგომი კვლევების, მონიტორინგის კვლევების დაფინანსების, რომელიც საკმაოდ რესურსტევადია ფინანსურად და ამიტომ შემდგომი 1 წლის განმავლობაში ჩვენ ნებისმიერ საჭიროების მქონე პაციენტს ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდგომ ამ კვლევებს უფინანსებთ. თირკმლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში ტრანსპლანტაციის წინა თავსებადობის დონორსა და რეციპიენტს შორის ეს კვლევებიც გახავთ ერთჯერადად დაფინანსებული ჩვენი პროგრამის მიერ. მნიშვნელოვანი პროგრამა დავიწყეთ 2024 წელს სოციალური მიმართულებით. თქვენ მოგეხსენებათ, სახელმწიფო უზრუნველყოფს 100.000 ქულის მქონე ოჯახებისათვის ბავშვზე 200 ლარიან მატერიალურ დახმარებას, მომიჯნავე ჯგუფში 120-დან 150.000-მდე ქულის მქონე ოჯახებისათვის ჩვენ ყოველთვიური 200 ლარიანი დანამატის პროგრამა შევქმნით. 1700-ზე მეტი ოჯახი სარგებლობს დღეის მდგომარეობით ამ სერვისით და რა თქმა უნდა ყოველთვიურად ყოველი ახალი ოჯახი გვემატება და ეს პროგრამა გაგრძელდება შემდგომ პერიოდშიც. მედიკამენტების დიდი არჩევანი გვაქვს და თვალის ბადურის მძიმე დიაგნოზებით დავიწყეთ ანგიოგენეზური მოქმედების მედიკამენტების დაფინანსება, რომელიც ასევე პილოტურად იყო მოწყვლადი ჯგუფისათვის განკუთვნილი. დღეს უკვე ნებისმიერი მოსარგებლე მიუხედავად თავისი სტატუსისა ფინანსდება ჩვენი პროგრამის ფარგლებში. გულის მიმართულებით თავდაპირველადაც ხაზი გაუსვით ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე და ბაზარზე ახალი სერვისების დანერგვას, რომელიც არის მაღალტექნოლოგიური და საკმაოდ ძვირად ღირებული, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო შედის ყველა დაფინანსების მექანიზმში ის, რაც ამ ეტაპზე DRG-ს დაფინანსების სქემაში ვერ ხვდება. ნებისმიერი ჩარევა, რომელიც არის ჩვენს ბაზარზე და რომელიც აუცილებელია და მნიშვნელოვანია მოქალაქის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ფინანსდება ჩვენი პროგრამის ფარგლებში და ეს არის კარდიოლოგიური კვლევები. ჩვენ დავიწყეთ გენეტიკური კვლევების დაფინანსება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისათვის 18 წლამდე და რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ისეთი მძიმე დიაგნოზების მქონე ბავშვებისათვის, რომლებიც წლების განმავლობაში რეაბილიტაციის პროგრამაში არიან და გარკვეული გამოკვეთილი შედეგი თვალსაჩინო არ არის. პირველად ჯანდაცვას მინდა განსაკუთრებით შევეხო სოფლის ექიმებს და ექთნებს, ვინაიდან თქვენ მოგეხსენებათ, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს რეფორმა პირველადი ჯანდაცვის სისტემის. ეს სისტემა კიდევ უფრო მეტად იხვეწება. აჭარა ვიყავით პილოტად შერჩეული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და ჰოლდინგის მხარდაჭერით ორგანიზაციულად ოპერირებდა რამდენიმე სოფელში და აქ იყო ახალი პილოტური სქემა შემოთავაზებული. საკმაოდ კარგად იმუშავა პროგრამამ. ჩვენ გვყავს 58 ამბულატორიიდან 107 სოფლის ექიმი და 110 სოფლის ექთანი. მათი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ამბულატორიების დონის ამაღლება და აგრეთვე სოფლის ექიმის კვალიფიკაციის დონის ამაღლება არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. მოქალაქისათვის უწყვეტი სამედიცინო სერვისის მიწოდება ნებისმიერი დონიდან, პირველი დონიდან მეორე დონეზე გადასული და უკუკავშირი ინფორმაციის ეს არის ის ნაბიჯები და ის ეტაპები, რომელიც გასავლელია თითოეული ინფორმაციისათვის და ამ ინფორმაციის უწყვეტობა მნიშვნელოვანია პაციენტისთვის და ექიმისთვის. ჩვენ გავზარდეთ დანამატი თითოეული ექიმისათვის, რომელიც იყო სტანდარტულად ერთ დონეზე და შეადგენდა 300 და 250 ლარს. ეტაპობრივად გაიზრდება, რა თქმა უნდა, შემდგომ პერიოდში და ეს ზრდა 10%-იან მატებაში ჩაჯდება. ნებისმიერი ექიმისათვის დღეს ეს შეადგენს 440 ლარს და 290 ლარს უკვე სოფლის ექთნისათვის და მუდმივად სტაბილურად ექნება მზარდი ხასიათი. გაიზარდა სოციალური მიმართულებით მატერიალური დახმარების კომპონენტი 2008 წლის ომში და ავღანეთის მისიაში დაღუპული მეომრებისათვის პირადად თავმჯდომარის ინიციატივა გახლდათ 10.000 ლარიანი მატერიალური დახმარება ომში დაღუპული ოჯახების მეომრების ოჯახებისთვის და ამავე ოჯახებისთვის ქალბატონებს მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით გადაეცემათ 5,000 ლარი. ჩვენ გვყავს ასეთი 44 მოსარგებლე, რომლებიც სარგებლობენ ამ შეღავათებით.
და გარდა იმისა, რომ ეს პროგრამა შემდგომ პერიოდშიც იქნება მხარდაჭერილი, რა თქმა უნდა, გარკვეულ სიახლეებზე სხვა პროგრამის ბენეფიციარებიც გახავთ ამ ოჯახის წარმომადგენლები და ყოველთვის სარგებლობენ პრიორიტეტულობით. დასაქმების სააგენტოს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფლებამოსილებაში ბევრი აქტივობაა და ცოტა ქვემოთ გავამახვილებ უფრო დეტალურად ყურადღებას. აქაც ბევრი სიახლეები გვაქვს და პროგრამული ბიუჯეტი არის მყარად მზარდი. 2025 წლის სიახლეებს რაც შეეხება სამინისტროს ეს რა თქმა უნდა უწყვეტი ხაზია და შემდგომ პერიოდშიც მუდმივად ვგეგმავთ ჩვენ ახალი სერვისების დანერგვაზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩვენ წელს დავიწყეთ ეს იყო განაკვეთის გარეშე აორტის სარქლის ტრანსკათეტერული იმპლანტაცია, საკმაოდ ძვირადღირებული ჩარევა, რომელიც არ არის პაციენტის სურვილზე მორგებული, მას აუცილებლად ჭირდება კარდიოქირურგიის და კარდიოინტერვენციული ასოციაციების დასკვნა და აუცილებლად მკაცრი ჩვენება, რომ სხვა ჩარევა მისთვის იქნება უფრო მეტი რისკის მომტანი. ჩვენ ასეთი უკვე 3 პაციენტი გვყავს დაფინანსებული, 4 მომლოდინე შესაბამისი დოკუმენტაციით. ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა და რა თქმა უნდა, მადლობა თითოეულ პერსონალს, ვინაიდან ეს საკმაოდ დიდ პროფესიულ რისკებთან არის დაკავშირებული და ჩვენს ჯანდაცვის პროფესიონალებს ამ ნაწილში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. რაც შეეხება ორსულ ქალბატონებსა და დედებს პროგრამა 2024 წელს არის დაწყებული, რომელიც მოიცავდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე დედებისა და ქალბატონებისათვის მატერიალური დახმარების გაწევას ფეხმძიმობის 22 კვირიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვის ყოლის შემთხვევაში და ეს შეადგენდა 2000 ლარს ერთჯერადად, თუმცა 3 წლამდე ვიდრე სკოლამდელი აზრის დაწესებულებაში გადავა ბავშვი, ეს ფინანსური მხარდაჭერა წელიწადში ერთხელ იქნება შენარჩუნებული. და ის რაც მე წეგან აღვნიშნე 40,000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის, ისეთი ჩვენ ასეთი პაციენტები საკმაოდ ბევრი ყავს განსაკუთრებით გულის ქირურგიაში, მაგრამ ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ 40,000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირის დაფინანსება არ ნიშნავს ამ პირის პასუხისმგებლობის მოხსნას, არ იქონიოს კორპორაციული დაზღვევა. ეს არის აუცილებელი. დაზღვევის მხრიდან რაიმე მიზეზით დაფინანსების არ გაცემის შემთხვევაში ავტომატურად იქნება სამინისტრო ჩართული და შესაბამისად მოხდება ამ დაფინანსების გაცემა. დეტალურად გახავთ პროგრამების ჩამონათვალი თავისი ბიუჯეტებით, რა თქმა უნდა, ეს შეგიძლიათ თქვენ იხილოთ ეკრანზე და აქ არის მუდმივად მზარდი ბიუჯეტები და ყველა პროგრამის მიხედვით ხედავთ გულის ქირურგია საკმაოდ გაზრდილი, ონკოლოგია 10 მილიონ ლარს, ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამა 11 მილიონ ლარზე მეტი. ეს გახავთ ყველაზე რესურსტევადი, ვინაიდან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია და ღვიძლის ტრანსპლანტაცია სწორედ ამ პროგრამით არის დაფინანსებული. აქ მხოლოდ ხაზს გაუსვამ ბოლო ჯანდაცვის მიმართულებით, პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერების მხარდაჭერას და ჟანგბადის კონცენტრატორებით მათ უზრუნველყოფას, ვინაიდან ჩვენ გასულ წელს მნიშვნელოვანი სიახლე შევიტანეთ და ის ჟანგბადის კონცენტრატორები, რაც მოქალაქეს საჩუქრად გადაეცემოდა, უკვე იქნა პირობითად გადაცემული პირველადი ჯანდაცვის ქსელისათვის ყველა პოლიკლინიკას თითოეულ სოფლის ექიმს გადაეცა ის მოქალაქისათვის დროებით სარგებლობაში უკან დაბრუნების პირობით და ეს ჩვენ ახალ მარაგს ველოდებით ახლა უახლოეს პერიოდში და ამ მარაგის მუდმივად განახლება მოხდება თითოეული ექიმის დონეზე. რაც შეეხება გულის ქირურგიას, ცოტა მეტ დროს დაუთმო, ვინაიდან აქ მეტი სიახლე გვაქვს ჩვენ და აქ არის ეტაპობრივად თუ როგორ გაფართოვდა გულის ქირურგია. პირველი აჭარა იყო რეგიონი, რომელმაც კორონაროგრაფიის ჩატარების დაიწყო, დაფინანსებაც დაიწყო, გულის ქირურგიის დაფინანსებაც და ეს ყველაფერი ეტაპობრივად გაიზარდა. აქ შედარებული გახლავთ 2020 და 2024 წელი. 2020 წელში, როგორც ხედავთ, 1600 მოქალაქე გვყავს დაფინანსებული და 2500 გვყავს 2024-ში დაფინანსებული. ანუ რეალურად ხელმისაწვდომობა არის გაზრდილი. გულის ქირურგიაში დროული ჩარევა, ეს არის შესაბამისი ლეტალური გამოსავლის თავიდან აცილების პირდაპირი წინაპირობა, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებულ მხარდაჭერას ამ მიმართულებას უცხადებთ და რა თქმა უნდა ყოველთვის მზადა ვართ ახალი ინოვაციის შესაბამისი მყარი არგუმენტებით, რა თქმა უნდა, ფინანსური მხარდაჭერისათვის. ონკოლოგიური სამედიცინო დახმარების პროგრამა, როგორც ხედავთ, ეტაპობრივად აქაც
არის გაფართოებული 2016 წლიდან დავიწყეთ ჯერ კიდევ ძუძუს კიბოზროს ჰერცეპტინით და პერჯეტათი დაფინანსება და დღეს უკვე ეს თემა არის უპირობო დღია და მაშინ თუ ვიყავით რაღაც ციკლების რაოდენობაზე, პაციენტის დიაგნოზის განსაკუთრებულ ჩვენებაზე, დღეს უკვე ეს შეზღუდვები ყველა მოხსნილია და აქ არის ძალიან ფართე სპექტრი მედიკამენტებისა, გარდა პერჯეტასი და გარდა ჰერცეპტინის, როგორც გითხარით და 70,000 ლარი გახლავთ ლიმიტი ერთეულ პაციენტთან მიმართებაში. აქ ხაზს გაუსვა მნიშვნელოვან კვლევას, რომელიც არის პოზიტიური ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია, ანუ ეგრეთ წოდებული პეტი, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებთ და რომლის ღირებულება არის საკმაოდ მაღალი 3,000 ლარს აღემატება. მისი ჩატარება უკვე ბათუმის ტერიტორიაზეც არის შესაძლებელი, თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ პროვაიდერთან შეუძლია ისარგებლოს დაფინანსებით ჩვენმა ბენეფიციარმა და თუ კი დააკვირდებით 2024 წელს უკვე 3,200 ბენეფიციარზე 9 მილიონი ლარია გახარჯული, მაშინ როდესაც 2020 წელში 3,000-ზე იყო 2 მილიონი. ერთეულ პაციენტზე დანახარჯი არის გაზრდილი მაღალტექნოლოგიური ძვირადღირებული სერვისების დანერგვის კვალდაკვალ და ეს არის ჩვენი პრიორიტეტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინერგება მაღალტექნოლოგიური, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული ჯანმრთელობის დამზოგველი ჩარევა, ყოველთვის ვცდილობთ, რომ მაქსიმალური ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადოთ ასეთ პაციენტს. ღვიძლის ძვლის ტვინის გულის ტრანსპლანტაცია ამ მოცემულობაში პირველები ვიყავით 2016 წელს დავიწყეთ ღვიძლის ტრანსპლანტაცია და შემდგომ გვაქვს ეტაპობრივად გაფართოებული, მაგრამ თქვენ ხედავთ თანხა როგორ არის ეტაპობრივად გაზრდილი. 10,000 ლარით არის დაწყებული და დღეს უკვე ვართ 125,000 ლარზე გადასული. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია დავიწყეთ 80,000 ლარიდან და ეხლა უკვე მაქსიმალური ჰაპლოიდური და ალოგენური 200,000, 235,000 ლარის ფარგლებში ფინანსდება და ერთადერთი ჩარევაა, სადაც საზღვარგარეთ სერვისის მისაღებად არ ვითხოვთ ექსპერტის დასკვნას. ეს არის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული და პაციენტი თავისი სურვილის მიხედვით ირჩევს დაწესებულებას, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, თუმცა ტარიფი არის აღებული ის, რაც საქართველოში არის სრულიად საკმარისი, სამწუხაროდ ეს ვერ არის სრულიად საკმარისი საზღვარგარეთის პირობაზე. ჩვენ დავიწყეთ გულის ტრანსპლანტაცია და წელს უკვე ამ კომპონენტს დავამატეთ. ფილტვის ტრანსპლანტაცია მოგეხსენებათ, ეს გახლავთ გვამური ტრანსპლანტაცია და შესაბამისად ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით არ არის ნებადართული, ამიტომ საზღვარგარეთ ინდოეთი და ბელორუსია ყავდა ძირითადი პროვაიდერები, რომლებიც ამ სერვისს ახორციელებდნენ. ფილტვი ჯერ არ მქონია, თუმცა ყავს ასეთი საპროგნოზო ერთი პაციენტი. გულის ტრანსპლანტაცია ყავდა 3 პაციენტი და შესაბამისად ეს დაფინანსება და ფინანსური მხარდაჭერა ისევ გაგრძელდება. რაც შეეხება რეაბილიტაციის მიმართულებას, როგორც მოგახსენეთ, 25 მილიონ ლარს აღემატება რეაბილიტაცია და 10,000-ზე მეტი მოსარგებლეს სარგებლობს ამით. ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციას ხაზი მინდა გაუსვა მოზარდების ნაწილს, რომელიც ჯანდაცვის კომპონენტის ნაწილს მიეკუთვნება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში აგრეთვე ინტეგრირებულია რეაბილიტაციის პროგრამა, მაგრამ ჩვენი სამინისტრო დამატებით აფინანსებს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ქონის შემთხვევაში და რა თქმა უნდა, თუ კი იქნება სოციალური ქულაც, ეს პრიორიტეტულობას ძენს დაფინანსების დაჩქარებას. წელიწადში 4-ჯერ, მაგრამ მომართვიდან 3 თვეში ერთხელ ხდება ამ კურსის ჩატარება და ერთი მომართვის შემთხვევაში სრული შეკრული კურსის ღირებულება გახლავთ 800 ლარი. გარდა მოზრდილთა რეაბილიტაციისა, მე ხაზს გავუსვამ ბავშვთა რეაბილიტაციას, ვინაიდან აქ არის რამდენიმე კომპონენტი. ფსიქოსომატური რეაბილიტაცია, ბავშვთა ადრეული განვითარება, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, რაც არის კატასტროფულად მზარდი, განსაკუთრებით აუტიზმთან მიმართებაში. რამდენჯერმე ვქონდა ჩვენ შესაბამის ექსპერტებთან საუბარი, პროვაიდერებთან საუბარი და ვიკითხეთ ხომ არ ქონდა ადგილი ჰიპერდიაგნოსტიკას, ვინაიდან ყოველი მომართვის დროს, ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, ის რაც იყო განულებული დაუშვათ და იყო გათვალისწინებული ბენეფიციართა საპროგნოზო რაოდენობაში, პრაქტიკულად იმის ნახევარით არის შემდეგ უკვე მზარდი
და 50% გვემატება მომართულთა რაოდენობა. იგივე სიტუაცია ბათუმის მერიაში, რომელიც ახორციელებს ბათუმის ბავშვებისთვის ამ სერვისების მიწოდებას, ჩვენთან მიმართებაში კი ჩვენ ვფარავთ რეგიონებს. თუმცა მოგეხსენებათ, აქ არის დამატებითი სერვისების მოთხოვნაც და ყველა კომპონენტი არის დეტალურად გავლილი შესაბამის ექსპერტებთან და ის რეკომენდაციები, რაც სახელმწიფო პროგრამით არის მოწოდებული, სრულიად აქვს ჯანდაცვის სამინისტროს აღებული თავის თავზე. შეშმ პირთა და ხანდაზმულთა უზრუნველყოფა დამხმარე საშუალებებით აქ 28 სახეობის სხვადასხვა დამხმარე საშუალებებია სმენის აპარატებიდან დაწყებული სავარძელეთლებიდან, პედიატრიული მორგებული სავარძელეთლებიდან, ადაპტირებული სმენის აპარატები, არის სხვადასხვა გარდა ჟანგბადის კონცენტრატორებისა, რომელიც უკვე პირველადი ჯანდაცვის სისტემაშია მოქცეული და ამიტომ რეალურად ეს პრობლემა ამ პაციენტებისათვის არის მოხსნილი. რაც შეეხება თავშესაფრებით უზრუნველყოფის პროგრამას, ეს პროგრამები გახავთ გაერთიანებული როგორც ხანდაზმული პირებისათვის დამხმარე საშუალებები, ასევე დამხმარე თავშესაფრებით უზრუნველყოფა, აქ რამდენიმე კომპონენტია, მათ შორის გერიატრიული ასაკის ფსიქიური პრობლემებით დაავადებული პაციენტებისათვის, აგრეთვე არის ფსიქიური აშლილობის მქონე შეშმ პირთა საცხოვრისი, რომელიც თავდაპირველად იყო 3 და 72 ბენეფიციარს ვფარავდით 2024 წელს მეოთხე დაემატა და დღეს 96 ბენეფიციარი გვყავს. ეს გახავთ ის პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებს უკვე ვერ აკმაყოფილებენ, მაგრამ სამწუხაროდ ოჯახური თანადგომის ქსელის არ ქონის გამო ისინი რჩებიან ქუჩაში და ეს არის თავშესაფარი იმისთვის, რომ მათ დასაქმების ხელშეწყობაც მიიღონ და გარკვეული ბენეფიტები და აგრეთვე მიიღონ ის, რაც სჭირდებათ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შესაბამისი ფსიქიატრის და რეაბილიტოლოგის ჩარევით. ბატონო, აი რაც შეეხება ძალადობის მსხვერპლი დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, ეს ქალბატონები ხდება ძირითადად ამ ნაწილში 45 ბენეფიციარი გვყავს ასეთი დედა თავისი შვილით და ეს სახელმწიფო პროგრამის ანალოგია 452.000 აღემატება ბიუჯეტი, თუმცა ეს მიუყვებით დაფინანსების მოდელს ზუსტად იმას, რაც არის სახელმწიფო პროგრამით მოწოდებული. ძალადობა განცდილ დედებზე ვრცელდება, რა თქმა უნდა. ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა. რეალურად ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, წლების განმავლობაში მუდმივი პრობლემა არის ამ მიმართულებით და გასული წლის თებერვლის თვე კიდევ ყველას კარგად გვახსოვს, სადღაც 3 დღეში 300-ზე მეტი მეწყერი დააფიქსირდა მაღალმთიან აჭარაში და დიდ თოვლობა ჰქონდა წელსაც, ანუ ეს სტიქიური პრობლემები მუდმივად პრობლემას ქმნის მოქალაქეებისათვის. ჩვენი პროგრამა იყო გათვლილი თავდაპირველად 6 მილიონ ნახევარლარზე, რომელიც იყო 120 ოჯახისათვის, მაგრამ ბიუჯეტის სრულების დროს მილიონი კიდევ დავამატეთ 150 ოჯახზე ვართ მოკლედ ახლა ორიენტირებული, თუმცა თუ კი ამოიწურება 150 ოჯახი და შემდეგი საჭიროება დადგება მოქნილობის პრინციპიდან გამომდინარე, ეს საჭიროებაც იქნება დაკმაყოფილებული. მაგრამ მოგეხსენებათ, ამას თავისი წესი აქვს, არსებობს ერთიანი ბაზა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში, ქულის მინიჭების და კატეგორიის და შეფასების და გეოლოგიის დასკვნის მიხედვით, შემდეგ გეოლოგიის შუამდგომლობის შემდეგ მოხდება მისი განხილვა და პროგრამაში ჩასმა. 40 ფინანსური ანგარიშსწორება უკვე შემდგარია, დღეს 10 ოჯახი იფორმებს თავის საცხოვრებელს, ანუ 50 ოჯახი 150-დან რეალურად ათვისებულია, თუმცა 40 კიდევ დამატებით უკვე არის, ასე ვთქვათ, საპროგნოზოდ, რომელიც შეიძლება 1 თვის განმავლობაში უკვე ფაქტიურ ხარჯში გადავიდეს. რეალურად პროგრამა ძალიან კარგად წავიდა მიმდინარე წელს. აქ რამდენიმე სიახლე შევიტანეთ და იცით, თქვენი ინიცირებული იყო ეს სიახლეებიც. პირველი ის, რომ მშენებარე სახლებში, მაგრამ დასრულებული მშენებლობით მივეცით შესაძლებლობა შეესყიდათ და მეორე, თუ კი უსაფრთხო ადგილას აქვს მიწა და ამ მიწაზე მშენებლობის ნებართვას წარმოადგენს 50,000 ლარის ხელზე მიცემა არის უკვე შესაძლებელი, მაგრამ ეს უნდა იყოს ყველა დოკუმენტის მოთხოვნით, რაც არის ჩვენი შესრულების წესით და დადგენილებით გაწერილი. ასეთი ერთი უკვე გვყავს ბენეფიციარი, რომელსაც სწავლობს სამინისტრო და რომელიც აუცილებლად კომისიაზე იქნება გატანილი. მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, ინფორმაციის გაცემაც მაღალია, მაგრამ მოგეხსენებათ ბიოლოგიური ფიზიკური და კლიმატური პროცესების კვალდაკვალ ეს იმდენად ინტენსიურ ხასიათს ატარებს და მომართვიანობა იმდენად მზარ
მზარდია, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ მომართვიანობას ადეკვატურად მივყვეთ. თქვენ მოგეხსენებათ, ახლა რახან სტიქიაზე ვსაუბრობდით, მთავრობის სტიქიის და ამ სარეზერვო ფონდში მუშაობს შესაბამისი კომისია, რომელსაც ყავს თავისი კომისიის წევრები და ჩვენ კვარტალში ერთხელ ყველაზე ცოტა. ეხლა ამ კვარტალში გქონდა უკვე მეორე და შემდეგ გეგმავთ უახლოეს პერიოდში კიდევ მესამე კომისიის ხდომას, სადაც ყველა დაზარალებული და ამ ეტაპზე თითოეულობით დაზარალებული შემთხვევა იქნება განხილული. პერიოდულად ყველა შემთხვევა, რომელიც ინდივიდუალურად შესწავლას და მხარდაჭერას საჭიროებს, ყოველას კომისიურად განვიხილავთ. 2024-25 წლებში 800 მეტმა მოქალაქემ ისარგებლა და 6 მილიონ ლარს აღემატა მხოლოდ ამ მიმართულებით დახარჯული თანხა. მაგრამ სარეზერვო ფონდიდან თქვენ ამავდროულად მოგეხსენებათ, გაიხარჯება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით თანხები. ეს 2024-25 წლებში აღემატება 11 მილიონ ლარს და 3700-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. 11 მილიონი ლარი რეალურად არის დამატებული 80 მილიონ ლარზე, რომელიც ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იხარჯება. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში კი ეს კი არის მეტი ვიდრე 28 მილიონი ლარი და მეტი ვიდრე 10,000-ზე მეტი მოქალაქე. რაც შეეხება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, ეხლა ეს ძირითადი მიმართულებები, რომელსაც ცენტრი ახორციელებს, ეს არის დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკა. ამ ნაწილში ქვეყანაში პოლიტიკას ქმნის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. ამ პოლიტიკის გამტარებელი სტრატეგიის განმახორციელებელი და თითოეულ მოქალაქემდე მისი მიმტანი გახლავთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. ეპიდემიოლოგიურად მშვიდი გარემოს უზრუნველყოფა, იმუნოპროფილაქტიკის ხელშეწყობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, დაავადებათა ადრეული გამოვლენა, სკრინინგული პროგრამების გაფართოება ძირითადი მიმართულებებია, რაც ჯანდაცვის ცენტრის ბიუჯეტში შედის და აქ არის სკრინინგული პროგრამების სხვადასხვა მიმართულებები, რომელსაც თქვენ ხედავთ. და ამ მიმართულებებს მუდმივად მზარდი ხასიათი აქვს. მაგალითად, ცელიაკიის სკრინინგი დავიწყეთ მიმდინარე წელს, მუცლად ყოფნის პერიოდში ბავშვთა გენეტიკური დაავადებების ადრეული გამოვლენის სკრინინგი დავიწყეთ და ეს არის ის სიახლეები, რომელსაც ყოველწლიურად მზარდი ხასიათი აქვს. მუდმივი პრობლემა გახლავთ ინტეგრირებული სკრინინგი ტუბერკულოზის, შიდსის და C ჰეპატიტის ადრეული გამოვლენა, დროული მკურნალობა და 2030 წლისათვის იმ ძირითადი ინდიკატორებისა და სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა, რომელსაც ქვეყანა ნერგავს და ზოგადად ამ ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა, რაც განსაკუთრებით რის მნიშვნელობაც განსაკუთრებით პანდემიამ დაგვანახა. ბიუჯეტს რაც შეეხება, როგორც ხედავთ, საკმაოდ მზარდია ბიუჯეტი და უკვე 3,700,000 ლარს აღემატება 2020-2025 წლებში ბიუჯეტი დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა და მეტჯერ. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო. მოგახსენეთ, რომ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, ვინაიდან დღეს, როდესაც ძალიან სწრაფად ვითარდება კაცობრიობა და ხელოვნური ინტელექტი და ციფრული კომუნიკაცია ინერგება ბაზარზე, ძალიან მნიშვნელოვანი დეფიციტია თანამედროვე მაღალი პროფესიული უნარჩვევების მქონე სამუშაო ძალის პოვნის. ამიტომ დასაქმების სააგენტოს მნიშვნელოვანი ამოცანა გახლავთ შრომის ბაზრის დეტალური შესწავლა, ბაზარზე მოთხოვნადი მიმართულებებისა და სპეციალობების იდენტიფიცირება. ამ მიმართულებით უნარჩვევების და პროფესიული უნარჩვევების და კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგ კურსების დაგეგმვა და მიწოდება სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის. ეს მიზნობრივი ჯგუფები გახლავთ როგორც სტუდენტები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ადაპტირებული გარემოს მორგება მათთვის და შესაბამისი პროფესიების მიწოდება. საშუალო ფუნქცია ბიზნეს ოპერატორსა და სამუშაოთა მაძიებელს შორის არის მთავარი პრიორიტეტი. როგორც ხედავთ, 2024-25 წლებში ვაკანსიების რაოდენობა 48%-ით გაიზარდა 2020 წელთან მიმართებაში, სამუშაო ადგილები 52%-ით, დასაქმების მაჩვენებელი 74%-ით და გრძელვადიანი იყო მათი უმეტესი ნაწილი.
ზარდია ბიუჯეტი დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსი 2 მილიონ ლარს აღწევს თითქმის მიმდინარე წლისათვის და აქ გვაქვს მზარდი რეგისტრირებული მოსარგებლეების სამუშაოთა მაძიებლები, მზარდი რაოდენობა აგრეთვე ვაკანსიების ნაწილში და ამიტომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს განვითარებული და განვითარებადი კაცობრიობის და რეალური მოცემულობის პირობებში. ინფრასტრუქტურულ პროექტებს რაც შეეხება და მნიშვნელოვან ცვლილებებს და მნიშვნელოვან კომპონენტებს ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და ბავშვთა ტრანსპორტირებისათვის თანას გადაეცა ავტომობილი მთავრობის მხარდაჭერით, ხოლოს მუნიციპალიტეტში დაინერგა დიალიზის აპარატურა და ყავს ჩვენ აქ პაციენტი, რომელიც იტარებს დიალიზს და საქართველოს კლინიკების ქსელი საკმაოდ მოტივირებულია და ორიენტირებულია სერვისების დახვეწაზე და მაღალკვალიფიციური სერვისების მიწოდებაზე მუნიციპალიტეტების დონეზე და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროგრამები და პროექტები, რაც უკვე არის მშენებლობის პროცესში, ეს არის პირველი პოლიკლინიკისათვის ახალი შენობის აშენება, ეს გახლავთ სახელმწიფო პოლიკლინიკა, რომელსაც 50,000-ზე მეტი ბენეფიციარი ყავს და საკმაოდ მსხვილი პროვაიდერია ჩვენი პირველადი ჯანდაცვის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოსათვის დამატებითი შენობა ნაგებობის აშენება, რომელიც საწოლ ფონდს დაახლოებით 90-ით გაზრდის და პედიატრიული და რეანიმაციული დეპარტამენტის სავარაუდოდ გადმოინაცვლებს ამ მიმართულებაში და დამატებითი სერვისები დაინერგება როგორც გეგმიური დიალიზისათვის რესპუბლიკურში და აგრეთვე საგანგებო და გადაუდებელი სერვისების ცენტრისათვის, ანუ 112-ისათვის ახალი შენობის აშენება, რომელიც ერთიანი მშენებლობის ქუდის ქვეშ არის და რომელიც აქტიურ ფაზაშია ამ ეტაპზე. დიდი მადლობა. ეს იყო სულ ახლა გისმენთ. მადლობა ქალბატონო საკმაოდ დეტალური მოხსენებისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ მინისტრის საათის ფორმატის დროს კითხვები წინასწარ უნდა იყოს გაგზავნილი და არ ყოფილა, თქვენ პრინციპში შეგიძლიათ რომ ეხლავე დავბრძანდეთ, ან თქვენი კეთილინების შემთხვევაში მივცეთ ჩემს კოლეგებს კითხვების დაცმის საშუალება. კარგით, მაშინ ხომ არ გვაქვს კითხვები? ბატონი ვახტანგი, შემდგომ ბატონი დრამას ჩავურთოთ, ბატონი ფრიდონი, ბატონი ცოტნე, ქალბატონი მარიკა მივყვეთ ამ თანამდებობებით. ჩავურთოთ ბატონ ვახტანგს. მოგესალმებით. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ბევრი ახალი სამედიცინო სერვისი დაინერგა, განსაკუთრებით კი ბირთვული მედიცინის მიმართულებით, მაგრამ გარკვეული კვლევებისთვის მაინც ხდება პაციენტების გადამისამართება და დაფინანსების ანაზღაურება საზღვარგარეთ, მაგალითად წინამდებარე ჯირკვლის ონკოლოგიის შემთხვევაში PET სკანირება ჩატარება პაციენტს უწევს თურქეთის რესპუბლიკაში, რატო ვერ ხერხდება აღნიშნული კვლევის საქართველოში ჩატარება და რა არის საჭიროება მისი დანერგვისთვის? მადლობა ბატონ რამას. ნამდვილად არ მაქვს, იმიტომ რომ ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს ჯანდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობა. მე მადლობა მინდა გადაგიხადო ქალბატონინო ამომწურავი მოხსენებისთვის. მთლიანად სამინისტროს შემადგენლობას. მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ გვაქვს თანხა და ბიუჯეტი იმის, რომ შესაბამისი პროგრამები ვაკეთოთ, რომელიც მორგებულია ჩვენი რეგიონის მოსახლეობასთან მიმართებაში და ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს იმ 24 საათიანი მუშაობის შედეგი, რომლებიც თვალნათლივ ხედავთ და ჩანს იმ პროგრამებთან მიმართულებით, რომელიც ეხება როგორც ჯანდაცვის მიმართულებას, ასევე სოციალურს და საქმეების და საყოველთაო ჯანდაცვის მიმართებაში. და მე მინდა გითხრათ, რომ და სრულად ამიტომ ხართ ერთ-ერთი სამაგალითო სამინისტრო, როგორც რეგიონის, ამეთ ქვეყნის მიმართულებით და მე მინდა წარმატებები მინდა გისურვოთ და ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის გექნება თქვენ. მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ და სამინისტროს ყველა თანამშრომელს. მადლობა ბატონ ფრიდონს ჩავურთოთ. მადლობა პირველ რიგში მოგესალმებით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონო თქვენს გუნდს ყველას ასეთი გაწეული საქმიანობისათვის, ამ მომწურავი ინფორმაციისთვის.
დიდი მადლობა მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ ძალიან ბევრი პროგრამისთვის და არა მარტო პროგრამისთვის, ძალიან ბევრი კარგი საქმის კეთებისთვის, რომელსაც თქვენი სამინისტრო თქვენს გუნდთან ერთად ახორციელებს თითოეულ თანამშრომელს თქვენსაც. ძალიან დიდი მადლობა სწორი, კარგი და ეფექტური კომუნიკაციისთვის, რომელიც ძალიან ბევრჯერ ჩვენ თვითონაც და ბევრ ჩვენს მოქალაქეს განუცდია საკუთარ თავზე. დიდი მადლობა ამისთვის. აუცილებლად მადლობა მთავრობის თავმჯდომარეს და მის სარეზერვო ფონდს, იმიტომ რომ ამის საშუალებით ჩვენ გვეძლევა ძალიან ბევრი ასე ვთქვათ სიცარიელის შევსება, რომელიც ვერ ხერხდება სხვადასხვა პროგრამებიდან გამომდინარე და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას. მადლობა თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს და საქმების სააგენტოს, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, თითოეულ ექიმს, ექტანს, სოფლის ექიმებს, სოფლის ექიმებს. თქვენ იცით რომ ამ დიდთხოვლობაზე ძალიან ბევრი რამე კიდევ ერთხელ თვალნაცვლივ გამოჩნდა მათი ძალიან გმირული საქმიანობა თითოეულ სოფელში და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ და თქვენ რა თქმა უნდა. რაც შეეხება კითხვას, ერთი მარტივი კითხვა მაქვს პატარა, ანუ თქვენ ახსენეთ ჟანგბადის აპარატები და ერთეული შემთხვევები იყო, მე პირადადაც ვიყავი ამის მომსვლე, რომ ეს აპარატები ძალიან კარგია, ყველა სარგებლობს, ბუნებრივია. მაგრამ ის სიმძლავრე ხა ერთეული შემთხვევების ვიზახი, სიმძლავრე რომელიც თქვენ გაქვთ, თქვენ სამინისტროს შემოაქვს, ერთეული შემთხვევებში არ აღმოჩნდა საკმარისი და დაჭირდა უფრო მეტი სიმძლავრის, თუ ვამბობ სწორად არ ვიცი, ეს ჟანგბადის აპარატი. თუ გაქვთ თქვენ ეს აპარატები, ან თუ რაიმე არის ამის მიმართულებით დაგეგმილი. მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო ამის. მადლობა. მადლობა, ბატონ ცოტნეს ჩავხსოვთ. მოგესალმებით. მადლობა მოხსენებისთვის და გაწეული საქმიანობისთვის თქვენს გუნდს, ბატონ რუსუდანს, ბატონ თემურს. რა თქმა უნდა, ყველა მიცის რომ ჯანდაცვა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია და ეს არის სიკეთეთა რანგირების სწორი შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. მანამდე ჩვენს მოქალაქეებს ახსოვს, რა ტიპის პრიორიტეტები ქონდა სახელმწიფოს, ამიტომ თქვენ მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენს წინამორბედებს, ბატონ ზაალ მიქელაძეს, ბატონ ნუგზარ სურმანიძეს, იმ შრომისთვის მოქალაქეებთან უშუალო ჩართულობისთვის, ამათ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია. ეხლა რაც შეეხება კითხვებს. საინტერესო პოლიტიკური ტრანსფერია თან უმაღლეს საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის, ბატონ ილია იქეთ ურცდება, ბატონი რამაზია აქეთ და ერთობლივი ძალიან მნიშვნელოვანი საკომიტეტო კვლევები გვაქვს გაკეთებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით მოხსენებაშიც იყო ამაზე ბუნებრივია საუბარი, ასისტენტების მხარდაჭერა და ზოგადად გარემოს ნაწილი, რისი რეკომენდაციებიც როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას უმაღლეს საბჭოს მხრიდან იქნა გადმოცემული. ეხლა მეორე ნაწილი, რაც ადრეულ ქორწინებას ეხება, პრაქტიკულად დასკვნით ნაწილშია, ბატონ ვახტანგთან ერთად ვაგრძელებთ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რასაც ალბათ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი სხვამს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სასაზღვრო ზონა სხვა სახელმწიფოსთან და პრაქტიკულად კვირა არ გადის, რომ ჩვენთან ერთი-ორიან მოქალაქე თქვენთან რა თქმა უნდა უფრო მეტი განსაკუთრებით რეაბილიტაციისა და ონკოლოგიის კუთხით მიმართავს აჭარის მთავრობას მხარდაჭერისთვის, ფინანსური მხარდაჭერისთვის და სამინისტროსაც. კარდიოლოგია მე პრაქტიკაში არ მახსენდება პრაქტიკულად. რა ტიპის თუ შეიძლება ბატონ დავით დავუმატოთ. რა ტიპის საინფორმაციო ნაწილთან გვაქვს საქმე ეს მოქალაქეებისთვის არის ყოველდღიური კითხვის და მსჯელობის საგანი, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, იმიტომ რომ ბატონმა ფრიდონმაც ახსენა, თქვენც ახსენეთ, მართლა ძალიან კარგი და კვალიფიციური მეტპერსონალი ყავს ჩვენ გამოჩნდა COVID პანდემიის დროს განსაკუთრებით და ისეთი მნიშვნელოვანი და წარმატებული ოპერაციები რთული ჩატარდა საქართველოში, რაც მსოფლიო მასშტაბით შესაძლებელია სამაგალითო იყოს. და კიდე მეორე კითხვას ჩავეტე პრინციპში ამაში. დონორების თვალსაზრისით იცით რომ გარკვეული პრობლემები იყო ბელორუსიასთან ომთან დაკავშირებული პროცესის გასწვრივ, მაგრამ ინდოეთიც ახსენეთ თქვენ ხდება თუ არა კომპენსირება და დაბალანსება ამ კუთხით ამ საერთაშორისო ესე ვთქვათ სამართლით გათვალისწინებული პრობლემებიდან გამომდინარე. მადლობა. მადლობა, ქალბატონ მარიკას ჩავუშვით.
Salmებით, მადლობა ქალბატონო ნინო საინტერესო მოხსენებისათვის. Ერთი შეკითხვა მაქვს, კერძოდ თუ დარჩა სამედიცინო სფეროში ნიშა, რომელიც არ არის ჯანდაცვის პროგრამებში გათვალისწინებული და ასეთის არსებობის შემთხვევაში თუ გეგმავთ, რომ პროგრამულ ბიუჯეტში გაითვალისწინოთ ეს მიმართულება. მადლობა. როგორც ხედავ, მინდია დიასამზი ბატონო ჩავდოთ და მანიშნეთ თუ ვინმეს გაქვთ კიდე სურვილი რომ მოვინიშნო. კარგით. ვასრულებ ბატონე მინდია დასვამს კითხავს. მოგესალმებით, ნამდვილად კითხვა არ მაქვს. ვესალმებ ქალბატონ მის გუნდს. მე შემოვიფარგლები მადლობით ქალბატონო ნინო იმ თქვენი გაწეული შრომისთვის, რომელიც ნამდვილად ფასდაუდებელია და ის პროგრამები, რომელიც თქვენს მიერ არის და თქვენი სამინისტროს და ჩვენი რეგიონის მთავრობის დამსახურებით არის ეს ყველა პროგრამები დანერგილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რა თქმა უნდა, ეს არის ყველა ჩვენი მოსახლეობაზე მორგებული. და ასევე მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ კომუნიკაციისთვის, რომელსაც ნამდვილად ყოველდღიურ რეჟიმში თქვენთან პირადად, თქვენს მოადგილებთან, თქვენს დამსახურებთან გვაქვს კომუნიკაცია და მაქსიმალურ სააკეთებთ ჩვენი მოსახლეობისთვის და მადლობა თქვენ ამ გაწეული შრომისთვის და ამ დიდი ღვაწლისთვის, რაც თქვენ გაქვთ ჩვენი მოქალაქეების მიმართ. მადლობთ. მადლობა, კითხვები ამოწურულია. ქალბატონო ნინო, გთხოვთ თანამდებობის მიხედვით უპასუხოთ კითხვებს. კი ბატონო, რაც შეეხება ბატონ ვახტანგის კითხვას პირველი წინამდებარე ჯირკვლის პეტკატე. დიახ, ეს პეტკატე არ ტარდება საქართველოში. ჩვენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან გვაქვს წერილი ამ ერთეულ მომართვის შემთხვევაში პაციენტს აღარ უწევს ექსპერტის დასკვნის მოთხოვნა. ეს წერილი მთელი წლის განმავლობაში გახავთ ძალაში და ამის საფუძველზე ჩვენ მას ვუფინანსებთ სრულად საზღვარგარეთ ამ კვლევის ჩატარებას. რაც შეეხება დანერგვას საქართველოში, ზოგადად პეტ-კვლევის დანერგვას ძალიან დიდი სირთულეები ახლავს. ის რაც უკვე დანერგილია ბათუმში პოზიტიური ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია, ეს არის საკმაოდ რთულად დასამენეჯმენტებელი თვითონ კონტრასტისგან გამომდინარე, ვინაიდან ქარხნული წესით მზადდება და თავისი ვარგისიანობა გახსნიდან აქვს გარკვეული შეზღუდული საათები. აქ არის მაღალ რადიოაქტიურ ნივთიერებაზე საუბარი, რომელსაც შესაბამისი ტრანსპორტირების პირობები და ვადები ჭირდება. ეს ამაზე მიდის მუშაობა, რა თქმა უნდა. თუმცა თქვენ მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო ამ ნაწილში ზოგადად ჯერჯერობით სახელმწიფო კლინიკა ჩვენ გვაქვს რესპუბლიკური კლინიკა, რომელიც არის სახელმწიფო კორპორაცია ჰოლდინგში. ეს არის ბიზნეს კლინიკების, ბიზნეს ოპერატორების, ესენი პროვაიდერები გახლავთ ყველა დაინტერესების თემა და რა თქმა უნდა, ისინი ყველა დაინტერესებული არიან უახლესი სიახლე დანერგონ და მაღალ ტექნოლოგიური კვლევა დანერგონ ქვეყანაში. მას თანმდები პროცედურები ახლავს სხვადასხვა გარემოს დაცვიდან და სხვადასხვა მომიჯნავე სტრუქტურული ორგანიზაციებიდან, რაც ყველაფერი არის გასათვალისწინებელი და ეს მუშა პროცესი მარტივად დასანერგი არ არის. ამ თემაზე მუშაობა ნამდვილად მიდის, მაგრამ მოქალაქეს ჩვენთან არსებული კორესპონდენციის საფუძველზე სრულად უფინანსდება ყოველგვარი დასკვნის გარეშე ავტომატურად საზღვარგარეთ ეს კვლევა. შემდეგი კითხვა, რაც შეეხება ჟანგბადის კონცენტრატორის სიმძლავრეს ბატონ ფრიდონს. ნამდვილად გეთანხმებით ბატონ ფრიდონ. ზოგადად ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამაში ყოველთვის იყო მოცულობით 5 მილilitrიანი მოცულობის ჟანგბადის კონცენტრატორი. 10 არასდროს არ ყოფილა. ერთადერთი შემთხვევა იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კოვიდის პირობებში, როდესაც კოვიდ სასტუმროებში ჩვენ გვყავდა შედარებით მძიმე პაციენტები, მხოლოდ იმ შემთხვევებისთვის მოგცეს დროებით სარგებლობაში რამდენიმე 10-იანი ჟანგბადის კონცენტრატორი. რეალურად ასეთი პაციენტი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. იშვიათ შემთხვევაში ეს პაციენტი გაიწეროს ბინაზე. ამიტომ სამინისტროს პროგრამულად ამისი შესყიდვის რეკომენდაცია არ აქვს. თუმცა იმ ერთეულ შემთხვევებს თქვენ იცით, ჩვენ არ ვტოვებთ უყურადღებოთ, რეალურად ბინაზე მყოფი პაციენტისათვის სრულიად მისაღებია ის, რაც არის ქსელში და ეს არის ერთეული შემთხვევები, რომელთათვის უკეთესი და უპირატესია კლინიკაში დაყოვნება. შემდეგი, რაც შეეხება ბევრი კითხვა შემოდის რეაბილიტაცია ონკოლოგიასთან მიმართებაში. კი, გეთანხმებით და კითხვები მუდმივად არსებობს.
ჩვენ ზოგადად სოფლის ექიმების დონეზეც მუდმივად გვაქვს საინფორმაციო შეხვედრები და ჩვენი პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ ზოგჯერ თვითონ ექიმისგანაც და პროვაიდერისგან მას რომ ეხება პირადად ის კითხვას ყოველთვის სვამს, ვინაიდან ეს მოცემულობაში პერსონაზე და პირადზე აღსაქმელად დაფინანსების რა მომენტი ეხება, ასეთი კითხვა ყოველთვის იარსებებს. და ეს ჩვენ, რა ვიცი, ღია ვართ მთელი ჩემი მოადგილეებით ჩვენს და ამ ინფორმაციის გაცემას მუდმივად უზრუნველყოფთ, თუმცა საინფორმაციო კამპანია მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის დონეზე, პოლიკლინიკების, სოფლის ექიმების ყველა დონეზე არის საკმაოდ წარმოებული და გარდა ამისა თქვენ მოგეხსენება ჩვენ საკმაოდ ინტენსიურად ვართ ჩართული მოსახლეობასთან შეხვედრებში საკრებულოების დონეზე, სოფლად საკრებულოების და სოფლის გამგებლების დონეზე, ანუ ყველა სოფელშიც გვაქვს ეს შეხვედრები და ზოგიერთი პაციენტი იმდენად არის ინფორმირებული და მისი ოჯახის წევრი რეალურად კითხვები მუდმივად იარსებებს და ეს კითხვები ალბათ ლოგიკურიც არის. ამისი მზაობა ჩვენ ყოველთვის გვაქვს და თქვენ მოგეხსენება ჩვენ სამინისტროში არც ჩემთან პირადად, არც მოადგილეებთან არ არსებობს მოქალაქის მიღების დღე. ეს დღე არის ყოველთვის, როდესაც ჩვენ ადგილზე ვიმყოფებით და ჩვენ სულ ადგილზე ვართ და არც მიღების საათი კიდე. რაც შეეხება ბელორუსია, ინდოეთს, ინდოეთში, ბელორუსიაში იყო პრობლემები სანქციების და ხაზინასთან დაკავშირებული, თუმცა დღეს აი მაგ პერიოდში ჩვენ ეს ასეთ პაციენტი არ ყოლია. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც თავისი სურვილით ოჯახმა ჰქონდათ ურთიერთობა ინდოეთთან, ჩვეულებრივად მოდიან კომუნიკაციაში, ანუ რაიმე, ასე ვთქვათ, ბერკეტი, ან რაიმე ხელშემშლელი მექანიზმი არ ჩართულა ჩვენ შორის კომუნიკაციის ნაწილში, რა თქმა უნდა, თანხა ამ შემთხვევაშიც და იმ შემთხვევაშიც არ არის საკმარისი იმ ინვოისთან და იმ კალკულაციასთან მიმართებაში, რასაც ისინი წარადგენენ და ამიტომ ეს არსებობს, ეს დანაკლისი არსებობს. უკანასკნელი სავარაუდოდ 1 წელი 8 თვის განმავლობაში ასეთ პაციენტი არ ყოლია. თუ დარჩა ნიშა, ხალბატონო მარიკა, ნიშები ყოველთვის იარსებებს და რატომ იარსებებს? დღეს უკვე რობოტული ქირურგია დაინერგა ნეიროქირურგიაში, დღეს უკვე მაღალი კლასის ჩარევა დაინერგა, რომელიც არის დამზოგველი და არატრამვირებული პაციენტისათვის. ამიტომ ჩვენ პარალელურად მივყვებით ადეკვატურად შესაძლებლობის ფარგლებში ამ ნიშებს, მაგრამ ის რაც არის მნიშვნელოვანი პაციენტის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად გადაუდებელი სერვისის მიწოდების თვალსაზრისით, ეს ყველაფერი არის გადაფარული. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, ჩვენი პროგრამებით, თუმცა არსებობს უკეთესი ჩარევები და ეს უკეთესი სახელმწიფოში მოქმედი სახელმწიფო პროგრამები არ არის ორიენტირებული, უпростоრად ორიენტირებულია იმ მოქალაქეზე, რომელსაც უპირატესი ჯანდაცვის პრობლემის გამო მაღალი ჯანმრთელობის რისკის გათვალისწინებით ჭირდება დახმარება და ეს უნდა დაუფინანსდეს 100%-ით. ცოტა დამხმარე და ესე ვთქვათ ინოვაციური ჩარევები, ეს არის უკვე ჩვენი მთავრობის მხარდაჭერის გამო და ჩვენ ამისი შესაძლებლობა გვაქვს და მადლობა კიდევ ერთხელ, ვინაიდან ჩვენ შეგვეძლო და ვიფიქრეთ ტავზე, ჩვენ შეგვეძლება და ვიფიქრებთ ჩვენ სხვათა შორის რობოტულ ქირურგიას, ნეფროლოგია, უროლოგიის მიმართულებით ვაფინანსებთ ონკოლოგიაში და საკმაოდ კარგი ტარიფით, კარგი ტარიფი გვიდევს და კარგად ვაფინანსებთ. და ანუ აღნიშნავ იმას, რომ ასეთი ნიშები და ასეთი სერვისები ყოველთვის იარსებებს, ვინაიდან ვითარდება მედიცინა და ეს კარგია. ჩვენ ყოველდღიურად მე და ხალბატონ მარის ჯანდაცვის პროფესიონალებთან სულ გვაქვს შეხვედრები, სულ იდეებს გვთავაზობენ და ეს იდეები მართლა ძალიან კარგია და მართლა ღირებულია და აი მართლა ვფიქრობთ, რომ ნეტა შეგვეძლოს და ეს ყველაფერი ყველასთვის გავრცელდებოდეს. რეალურად იმიტომ არსებობს სამინისტროში პრიორიტეტული ჯგუფები და მიმართულებები, უპირატესად უნდა დავეხმაროთ იმას, ვისაც მეტად ჭირდება. თუმცა ნიშები და განვითარება ყოველთვის იარსებებს ღვთისწყალობით. კიდევ ხომ არ დაჩა რაიმე კითხვა? მგონი ამ კი ბატონო. კეთილი, მაშინ პრინციპში კითხვები ამით, კითხვებზე პასუხები უпростоრად ამოწურულია. შეგიძლიათ ხალბატონინო რომ დაბრძანდეთ. ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, გამოსვლების ეტაპი და მე ვფიქრობ ფრაქციამ გადაანაწილა ისე რომ
4 გამოსველი გვეყოლება და გრჩება კიდე დრო, თუ კი ვინმე გამოჩნდება, მანიშნეთ პარალელურად. ბატონი ვახტანგით დავიწყოთ ალბათ, მე მგონი ჯობია ბატონო ვახტანგ. რიგითობის მიხედვითაც ასე ხართ და მე მგონი დარგობრივათაც უკეთესი იქნება, რომ თქვენით დავიწყოთ შეფასებები. კიდევ ერთხელ მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები ქალბატონ მინის, მედიის წარმომადგენლებს, დამსწრე საზოგადოებას, მადლობა ქალბატონ მინეს ვრცლად და საინტერესო პრეზენტაციისათვის. აღსანიშნავია, რომ ქალბატონ მინეს ხელმძღვანელობის დროს ჯანდაცვის სამინისტროს გუნდი ძალიან მნიშვნელოვან შრომას ეწევა რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობის და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელმისაწვდომობის მიზნით. ბოლო პერიოდში სამინისტროს მიერ შეიქმნა და დაიხვეწა მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული არაერთი მიზნობრივი პროგრამა. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აჭარის მთავრობის მხარდაჭერით სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია. იმდროინდელი წლის გაიზარდა 23% და შეადგენს 80.500.000 ლარს, რაც კიდევ უფრო მეტ საშუალებას იძლევა მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს ის საჭიროებები, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს აწუხებთ. ფაქტობრივად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მიღებული დაფინანსებების შემდეგ სამინისტრო ხშირ შემთხვევაში სრულად უზრუნველყოფს ბენეფიციართა დარჩენილ სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებას. ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ფინანსდება ისეთი სამედიცინო მომსახურებები, რაც არ შედის სახელმწიფო საყოველთაო პროგრამაში. მარტო 2024 წელს სამინისტროს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამებით ისარგებლა 80,000-ზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ. მნიშვნელოვნად უმჯობესდება სამედიცინო ინფრასტრუქტურა. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ დაიწყო პირველი პოლიკლინიკის და ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის და ასევე ბავშვთა განყოფილების მშენებლობა. განსაკუთრებით მინდა გამოვიყო მთავრობის თავმჯდომარის ბატონ თორნიკე რიჟვაძის მხარდაჭერა. თქვენ იცით, რომ ბატონ თორნიკეს გადაწყვეტილებით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უდიდესი ნაწილი ხმარდება ჩვენს რეგიონის მოსახლეობას ჯანმრთელობის და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. 2020 წლიდან დღემდე სარეზერვო ფონდიდან სამედიცინო და სოციალური მიმართულებით გამოიყო 28.603.000 ლარზე მეტი დახმარება გაეწია 10,000-ზე მეტ ოჯახს. ასევე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2020 წლიდან დღემდე სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 17.160.000 ლარზე მეტი. დახმარება გაეწია 3,218 ოჯახს. ასევე მინდა გამოვიყო ეკოიმიგრანტ ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც ძალიან კარგად და ეფექტურად მუშაობს, რომელიც ფაქტიურად ყოველწლიურად იხვეწება. პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები, ასევე პერიოდულად იზრდება თითოეული ბენეფიციარის დაფინანსების ოდენობა 25,000 ლარიდან გაიზარდა 50,000 ლარამდე. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ამოქმედებიდან 2016 წლიდან დღემდე შეძენილი იქნა 859 საცხოვრებელი ფართი. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და იმ გამოცდილებიდან და ყოველდღიურად ჩვენ რასაც ვხედავთ სამინისტროს მუშაობას, აღნიშნულიდან გამომდინარე ჯანდაცვის კომიტეტი დადებითად აფასებს სამინისტროს საქმიანობას. მადლობას გიხდით გაწეული ეფექტური მუშაობისათვის და წარმატებებს გისურვებთ მომავალში ქალბატონ ნინო თქვენს და თქვენს გუნდს. მადლობა ბატონო ვახტანგ. ბატონი დავით ბაციგაძე. აბზანქანა. მოგესალმებით ქალბატონო მინისტრო, პატივსემოვნო კოლეგებო. მოკლედ პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენ გაწეული საქმიანობისთვის და აქ ხშირად მიწევს გამეორება და ხშირად ვიმეორებ, იმიტომ რომ გამეორება მაინც სოდნის ზედაა და ყველას უნდა ახსოვდეს, რომ დღეს როგორც ბატონმა ახალმაც აღნიშნა, ქალბატონო ნინოც თქვა, 80 მილიონია ჯანდაცვის პროგრამები და ჯანდაცვის ბიუჯეტი და კიდევ ერთხელ ვამბობ, როცა მოვიდით ხელისუფლებაში, საერთოდ 120 მილიონი იყო ჩვენი ბიუჯეტი. აქ შეიძლება განათლების ბიუჯეტს ვახსენებთ ხოლმე როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, რომ უფრო მეტი გვაქვს განათლების ბიუჯეტი, ვიდრე საერთოდ ბიუჯეტი იყო აჭარის. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ,
მაშინ და რამდენი სიკეთეს ღებულობს ჩვენი მოსახლეობა მესმის. მე შორს ვარ იმასგან რომ პრობლემები არაა, სამუშაო ამ ხრივ ერთ-ერთი გამორჩეული სამინისტრო ხარ და კიდევ გაქვთ და რაც პრინციპში მარიგამ ბრძანა რომ თუ დარჩა ნიშა, ბევრი ნიშაა კიდე და ძალიან ბევრია გასაკეთებელი და მე იმედი მაქვს რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამ ხრივ უფრო გაიზრდება, ბიუჯეტის გაიზრდება და უფრო მეტ რა ვიცი, პრობლემებს და ნიშებსაც მივაგნებთ და გამოსწორების გზაზე დადგება და პრინციპში ბოლო წლები აჩვენებს რომ 2013 წელს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შემოღებით და საქართველოში რა უჯდებოდათ ადამიანებს და ერთ-ერთი კვლევაც იყო არ მახსოვს ზუსტად ახლა 2013 წელს ციფრები რომ არ შემეშალოს სესხები აღებული სესხების რამდენი პროცენტი იყო საკმაოდ დიდი იყო რომელიც მიდიოდა მხოლოდ იმაზე რომ ოპერაციები ჩაეტარებია ჩვეულებრივ ოპერაციებზეა საუბარი არა ისეთ რასაც თქვა დღეს ღვიძლის ტრანსპლანტაცია ასე შემდეგ და ასე შემდეგ მანაცლავის ოპერაციაზეც კი ადამიანებს უწევდა სესხის აღება და ეს ყველა ჩვენთაგან ძალიან კარგად გვახსოვს და კიდევ ერთხელ წარმატებები მინდა გისურვოთ და ამასთან ერთად ცენტრალურ სამინისტროს ახლა თქვენ არ გეხებათ ემატება ის რომ საშუალო ასაკი სიცოცხლის გახანგრძლივდა როგორც ქალბატონებში ისე მამაკაცებშიც და დამატებით რამდენი თანხა ემატება იგივე პენსიონერებს ასაკი რამდენად გაიზარდა და საქართველოს მოსახლეობას ერთ-ერთი მატების სხვა ფაქტორებთან ერთად რაც გვაქვს ოდნავი მატება ერთი ისიცაა რომ სიკვდილიანობა ბევრად ნაკლებია იმიტომ რომ ის პროგრამები რომლებიც ჯანდაცვის მოქმედებს და რითაც ადამიანებს უმსუბუქებთ ასე ვთქვათ ჩვენ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და იმედი მაქვს რომ მომავალშიც კიდევ უფრო მზარდი იქნება და კიდევ უფრო მეტ ადამიანს დავეხმარებით და რაც თავარია არა მარტო მკურნალობის ხრივ ზუსტად რეაბილიტაციის და პირველად ეტაპზე დახმარების ხრივაც რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეწევა ამ შემთხვევაში დახმარება ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ და წარმატებები. მადლობა ბატონო დავით, ქალბატონი მარიკა გვიანიძე. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. მოგესალმებით ქალბატონონიო კიდევ ერთხელ და სამინისტროს წარმომადგენლობას გულითადად მოგესალმებით. მადლობა მოხსენებისთვის და ანგარიშისთვის, როგორც თქვენი მოხსენებიდან გამოჩნდა 2020 წლის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 54 მილიონით არის გაზრდილი და ეს ძალიან დიდი მიღწევა არის და ამისთვის რა თქმა უნდა კიდევ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს რომ მისი უშუალო მხარდაჭერით მოხდა ეს ყველაფერი ცხადი არის და თქვენი დიდი შრომის და ძალისხმევის მეშვეობით და ეს ყველაფერი ფაქტია რომ ყველა მოქალაქემ ვისაც ესაჭიროებოდა განსაკუთრებული მხარდაჭერა საკუთარი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის იგრძნო, მიიღო ეს დახმარება და მადლობა ამ ყველაფრისათვის. ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამების ავტორი ხართ თქვენ ჩვენს რეგიონში. ეს არის უშუალოდ ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივება და ჯანმრთელობის გადარჩენა და სიცოცხლის გადარჩენა. მადლობა ამ ყველაფრისათვის და ხშირად ისმის ასე ვთქვათ კრიტიკულ მედიაში რომ რატომ არ ვართ კრიტიკულები, მაგრამ როგორ უნდა ვიყოთ კრიტიკულები, როდესაც საჯარო მოხელეების საუკეთესო მაგალითი ბრძანდება თქვენი სამინისტრო და ხართ თქვენ და განსაკუთრებით ხას გაუსვამ იმ განცხადებას, რომელიც თქვენ აქ გააჟღერეთ და თქვით, რომ თქვენი კარი, როდესაც თქვენ იმყოფებით სამსახურში, მუდმივად ღია არის მოქალაქეებისთვის და არ არსებობს მიღების საათი და მიღების დღე. ეს იგრძნობა მოქალაქეებში, მადლიერება ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიმართულებით მოქალაქეების და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მადლიერება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რადგანაც თქვენი სამინისტრო გამორჩეულად მუშაობს მუდმივად განახლებაზე, უკეთესი პროგრამების შექმნაზე, უკეთესი მომსახურების დანერგვაზე ჩვენი მოქალაქეებისათვის. ეს იგრძნობა ჩვენს რეგიონში და კიდევ ერთხელ მინდა ისიც აღვნიშნო, რომ საკითხი, რომელიც ხშირად ჟღერდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ, რომ ირიცხება სოციალური ქულების მქონე მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ შემწეობის მოხმარებაც ამდაგვარად არის გაზრდილი, არამედ სოციალურ ქულებს ადამიანები ღებულობენ იმისათვის, რომ მიიღონ უშუალოდ ის ჯანდაცვის პროგრამული მომსახურებები, რომლებიც გათვალისწინებულია ჩვენი ბიუჯეტის მიერ. და ისიც ვიცით, რომ ბევრი მოქალაქე ეწერება კიდევ აჭარაში, რომ ეს მომსახურებები მათაც მიიღონ და შეძლონ გახდნენ ბენეფიციარი ჩვენი პროგრამული ჯანდაცვის ბიუჯეტის მიმართულებით. მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისთვის, წარმატებებს გისურვებთ მიმდინარე წელს. ის იმასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტისთვის თქვენ ხართ ერთ-ერთი სამაგალითო სამინისტრო, რომელსაც ყოველწლიურად ათვისების 99.5% აქვს და მეტი უფრო 100%-ამდე ხართ. მადლობა ამ ძალისხმევისათვის. მე ვიტყვი, რომ ეს არ არის ათვისება ისე, რომ თქვათ თავისუფლად არის შესაძლებელი ამხელა თანხის ათვისება, არამედ ამას სჭირდება ძალიან დიდი შრომა, გუნდური თანამშრომლობა, რომლითაც გამოირჩევა თქვენი სამინისტრო. მადლობა ამ გუნდურობისათვის, თქვენი პროფესიონალიზმისთვის, წარმატებებს გისურვებთ და კიდევ ბევრი კეთილი საქმე გეკეთებინოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისათვის. გმადლობთ. მადლობა, ქალბატონო მარინე. მე მგონი ფრაქციის სახელით გამოსვლენ სრულთა რაოდენობა ამოიწურა. ბატონო, რამაც თქვენ ხომ არის სარგებლებთ? კეთილი. კარგით, მე შევაჯავებ მაშინ ძალიან მოკლედ დღევანდელ მინისტრის საათს. მე სულ 4 საკითხს გამოვყო. პირველი საკითხი გავუსვა, პირველ საკითხთან დაკავშირებით ხაზს გავუსვა საკუთრივ მინისტრის საათის მნიშვნელობას. ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა პირველ რიგში კომუნიკაციისათვის უმაღლეს საბჭოსა და სამინისტროებს შორის და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა მათ შორის მოქალაქეებისთვისაც. ჩვენ პრაქტიკულად ქალბატონინო მას შემდეგ რაც ჩვენ დავიწყეთ მინისტრის საათის ფორმატით, მე მგონი ყველა წელს უკვე პრაქტიკულად შევხვდით. თუ ახსენებთ პირველ მინისტრის საათზე ბატონი ზაალი იყო და მას შემდეგ თქვენ და ერთად იზრდება პრინციპში ეს პლატფორმა, რასაც ამ შემთხვევაში რეგლამენტით გათვალისწინებული მინისტრის საათის ფორმატი ქვია. მადლობა მინდა გითხრათ თანამშრომლობისათვის. მეორე საკითხი ეხება სწორედ თქვენი უწყების კომუნიკაციას მოქალაქეებთან. მე მესმის, რომ თქვენს უწყებაში თავს იყრის პრინციპში ყველაზე მეტი პრობლემა, ინდივიდუალური პრობლემა განსაკუთრებით, რაც ჩვენს რეგიონში არსებობს და მე მიხარია, რომ სამინისტრო ამ ყველაფერს თავს ართმევს. პირველ რიგში კომუნიკაციას გულისხმობ. მე გამომდინარე იქიდან, სწორი კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთია რომ ვაფინანსებთ და ფინანსები ასე ვთქვათ იხარჯება, მაგრამ მეორეა რამდენად სწორი კომუნიკაცია გვაქვს მოქალაქეებთან და ეს თქვენი სწორი კომუნიკაცია ჩანს ბუნებრივია და ეს არის თქვენი დამსახურება, თქვენი გუნდის დამსახურება და მე მინდა თითოეულ თქვენს თანამშრომელს ვუთხრა ამაში მადლობა. მეც პირადად პრინციპში ეს სამინისტრო არა ერთხელ აღნიშნავს და ეხლაც ვიტყვი, რომ რომელთანაც ყველაზე მეტი კონტაქტი მაქვს მეც და პრინციპში ეს ჩემთან კომუნიკაციაში კი არა, სწორედ მოქალაქეებთან კომუნიკაციაში ჩანს ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მათ შორის ჩვენი ამ შემთხვევაში ორი უწყების თანამშრომლობაც და აქაც მე ვფიქრობ უხარბეზოდ უპრობლემოდ მიდის ჯანდაცვის კომიტეტსა და განსაკუთრებით თქვენ სამინისტროს შორის თანამშრომლობა და მეოთხე საკითხი მე უფრო მოქალაქეების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მინისტრის საათის პარალელურად რეგლამენტში განვახორციელეთ შესაბამისი ცვლილებები და რეგლამენტი იძლევა საშუალებას, რომ სასურველი მინის ამ შემთხვევაში სასურველი კითხვა დაუსვას მოქალაქემ უშუალოდ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით. ეს ბუნებრივია, ეხლა ამ მინისტრის საათზე ვერ მოხდება, მაგრამ წინ გვაქვს კიდევ 4 სამინისტროს ანგარიში და კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო მოქალაქეებს, რომ ისარგებლონ ამ პლატფორმით, მათ შეუძლიათ გამოგზავნონ კითხვა ამ შემთხვევაში ვებგვერდის მეშვეობით და თუ კი ისინი ვერ ახერხებენ პირდაპირ ამ კითხვის დასმას მინისტრისათვის, ჩვენ შეგვიძლია უკვე ეს კითხვა უშუალოდ გადავცეთ შესაბამის მინისტრს და უკვე მინისტრის საათის ფორმატში მოხდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ამით პრინციპში დღევანდელი მინისტრის საათის განხილვა მოწურულია, მოხსენება გაკეთებულია, შეფასებები გაკეთდა, კითხვა-პასუხი ჰქონდა, შესაბამისად შეგვიძლია რომ საკითხი განხილულად გამოვაცხადოთ და შესაბამისად აქვე იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გადავდივართ მეორე საკითხზე და ხვალ ახალი მომხსენებელი გამოვაცხადებს შესვენებას
15 წუთით რომ თქვენ მოგეცეთ საშუალება დატოვოთ დარბაზი და ახალმა მოხსენებელმა შემოვიდეს დარბაზში. მადლობა კიდევ ერთხელ და წარმატებებს გისურვებთ. შესვენება 15 წუთი. კოლეგებო, განვაგრძობთ ცდომას. ჩვენ დღის ეს რიგში კიდევ ერთი საკითხი გვაქვს. მეორე საკითხი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ანგარიშის შესაბამისად დღის ეს რიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით ტრიბუნასთან მთხოვ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ბატონ პარმენ ჯალაღონიას. გთხოვთ ბატონო პარმენ, კოლეგებო, თქვენ კი შეგახსენებთ, რომ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 136 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად წარმოდგენილი ანგარიში განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის წესით. გთხოვთ ბატონო პარმენ, რეგლამენტი 20 წუთი. პატივცემულო უმაღლესი საბჭოს წევრებო, ქალბატონებო და ბატონებო, წარმოგიდგენთ 2024 წლის 26 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ანგარიშის. საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 27 აგვისტოს ნომერ 27/0801 განკარგულებით 2024 წლის 26 ოქტომბერს დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები. 2024 წლის 26 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად გაწერილი იქნა წინასაარჩევნო ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავდა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, ამომრჩევლის მეტ ინფორმირებასა და ჩართულ მხარეთა შესაძლებლობების განვითარებას. საქართველოში პირველად 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, რაც ვფიქრობთ გამოწვევა იყო და ადმინისტრაციისთვის და ის წარმატებით განხორციელდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილი 317 საარჩევნო უბნიდან ელექტრონული კენჭისყრა გაიმართა 251 უბანზე, ხოლო ტრადიციული მეთოდით 66 საარჩევნო უბანზე. საარჩევნო ადმინისტრაციების მიერ საარჩევნო პროცესის მაღალ დონეზე ადმინისტრირება ამომრჩევლის მხრიდან საარჩევნო პროცესისადმის დობის წინაპირობაა. სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების და პრინციპების შესაბამისად კი დემოკრატიის ქვაკუთხედს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ უმაღლესი საარჩევნო კომისია საჭირო ღონისძიებების გატარებით უზრუნველყოფს დემოკრატიული საარჩევნო პროცესის განვითარებას და საარჩევნო გარემოს შეუქცევად გაუმჯობესებას. როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთლიანობაში საარჩევნო ადმინისტრაციას მაღალი ნდობა ჰქონდა და იგი არჩევნების მზადების პროცესს პროფესიონალურად წარუძღვა. უმაღლესი საარჩევნო კომისია მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ეფექტურად და გამჭვირვალედ მოქმედებდა. საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებები ღია იყო დამკვირვებლებისათვის, პარტიებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონით განსაზღვრული არჩევნების ჩატარებისას საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიები ექვემდებარება უმაღლეს საარჩევნო კომისიას, ვინაიდან 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართა ერთდროულად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციებს ასრულებდნენ საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად საერთო არჩევნებისათვის ჩამოყალიბებული საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები. საზოგადოების ინფორმირების მიზნით უსკო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ამორჩეულთა ინფორმირების კომპანია განახორციელა, მომზადა საინფორმაციო ტიპის ვიდეორგოლები და საინფორმაციო ფლაიერები ამორჩეულებისათვის. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პერიოდში საარჩევნო კომისიებში შემოვიდა 200-მდე განცხადება და საჩივარი. საარჩევნო კომისიებმა განიხილეს ყველა საჩივარი და განცხადება, განხილვის პროცესი მიმდინარეობდა საჯაროდ. ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს საჩივრის ელექტრონული რეესტრის მეშვეობით შეეძლო ნებისმიერი ინფორმაციის მიღება.
2024 წლის 26 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით უმაღლეს არჩევნო კომისიას განცხადებით მომართვა 14 პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და შემოწმების შემდგომ რეგისტრაციაში გატარდა 14-ვე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, თუმცა სამ პოლიტიკურ გაერთიანებას გაუქმდა საარჩევნო რეგისტრაცია პარტიული სიების კანონით დადგმულ ვადაში არ წარმოდგენის გამო. საბოლოოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 11-მა საარჩევნო სუბიექტმა და 11-ვე საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა პარტიული სია. ესენია ნომერი 8 ევროპელი დემოკრატები, ნომერი 6 ევროპელი დემოკრატები, ნომერი 8 საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, ნომერი 21 ტრიბუნა, ნომერი 36 გირჩი, ნომერი 25 გახარია საქართველოსთვის, ნომერი 20 თავისუფალი საქართველო, ნომერი 41 ქართული ოცნება, ნომერი 9 ძლიერი საქართველო ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის, ნომერი 4 კოალიცია ცვლილებებისთვის, გვარამია მელია გირჩი დროა, ნომერი 5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ნომერი 12 ჩვენი გაერთიანებული საქართველო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილ პარტიულ სიაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში დელეგატობის კანდიდატები განსაზღვრული ყავდა მხოლოდ საარჩევნო სუბიექტს ქართული ოცნება. სულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს არჩევნებში მონაწილეობდა 274 უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა უსკოს 17 სხდომა, მომზადდა უსკოს 7 დადგენილება, 34 განკარგულება და უსკოს თავმჯდომარის 46 და უსკოს მდივნის 20 განკარგულება. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს არჩევნებისთვის განისაზღვრა ბათუმის, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურის და ხულოს მუნიციპალიტეტის საზღვრები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების გამართვა უზრუნველყოფილი იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის არჩევისათვის შექმნილ 6 საარჩევნო ოლქსა და 317 საარჩევნო უბნის მეშვეობით, მათ შორის ნომერ 79 საარჩევნო ოლქში შეიქმნა ერთი სპეციალური უბანი ქალაქ ბათუმის საჯარო თანხმდებლობის ნომერ 3 დაწესებულებაში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული იქნა 7 სადამკვირვებლო ორგანიზაცია. საარჩევნო ადმინისტრაციებმა განიხილეს, როგორც მოგახსენეთ, 200-ზე მეტი საჩივარი, საარჩევნო კომისიებმა არ დააკმაყოფილა 135 საჩივარი, განუხილველი დატოვა 16 საჩივარი, სრულად დააკმაყოფილა 4 საჩივარი და ნაწილობრივ დააკმაყოფილა 30 საჩივარი. საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებების გამო სასამართლოში შეტანილთა 18 სარჩელი, წარდგენილი სარჩელები განხილული იქნა როგორც საქალაქო ისე სააპელაციო სასამართლოების მიერ და არც ერთი არ იქნა დაკმაყოფილებული უსაფუძვლობის გამო. უმაღლეს საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილი იქნა 1 საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილაცნობის თაობაზე. წარმოდგენილი საჩივარი უსკოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული, რაც ხარის მიერ გასაჩივრებული იქნა სასამართლოში, ხოლო სასამართლომ ძალაში დატოვა უსკოს განკარგულება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივით. 2024 წლის 26 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უსკომ შეიმუშავა სარეკლამო კონცეფცია და განახორციელა სხვადასხვა აქტივობები, კერძოდ მომზადდა 6 საინფორმაციო რილსი, თავისი სურდოთარგმანი, 5 სატელევიზიო ვიდეო რგოლი, უსკოს საინფორმაციო ბანერები განთავსდა ონლაინ პლატფორმებზე, აუდიო რგოლები განთავსდა ასევე რადიოში, დაიბეჭდა და გავრცელდა საინფორმაციო ფლაიერები და ბიულეტენების ნიმუშები. აჭარის რეგიონში ამორჩეულთა ინფორმირების და ჩართულობის გაზრდის მიზნით დაიგეგმა და განხორციელდა საინფორმაციო აქციის კვირეული, დაიბეჭდა 30,000 ბიულეტენის ნიმუში და ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ბიულეტენების შევსების წესის შესახებ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში და მსხვილ სავაჭრო ობიექტებში. წინა საარჩევნო პერიოდში შეხვედრები გაიმართა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ეუთოდირის წარმომადგენლებთან და ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან საქართველოში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში აკრედიტაცია გაიარა ჯამში 10-მა მედია საშუალების 70-მა ჟურნალისტმა და ოპერატორმა. არჩევნების დღეს დაიგეგმა საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი, საერთო ჯამში კენჭისყრის დღეს მოეწყო 7
საინფორმაციო ბრიფინგი არჩევნების მიმდინარეობისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. ხოლო კენჭისყრის დღის 22 საათზე გაიმართა დღის შემაჯამებელი ბრიფინგი, სადაც საზოგადოებას ესწრო ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობისა და უბნებზე არსებული საჩივრების შესახებ. კენჭისყრის დღის მეორე დღეს უსკოში გაიმართა საინფორმაციო ბრიფინგი, სადაც მედიას მიეწოდა ინფორმაცია საბოლოო პირველადი შედეგების შესახებ. არჩევნების ღონისძიების და ფინანსების საკასრო ხარჯმა შეადგინა 2.729.627 ლარი. მათ შორის 2024 წლის 26 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის განახლდა და გაიმართა არჩევნების შედეგების ვებგვერდზე გამოტანის სისტემა, რომელმაც ხელი შეუწყო წინასაარჩევნო და წინასწარი შედეგების დათვლის პროცესის გამჭვირვალობას და საჯაროებას. კანონის მოთხოვნის შესაბამისად საუბნო საარჩევნო კომისიებიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მიღებისთანავე ხდებოდა მათი სკანირება და უსკოს ვებგვერდზე ატვირთვა, პარალელურად კი მიმდინარეობდა სპეციალური პროგრამის მეშვეობით მონაცემების დამუშავება და უსკოს ვებგვერდის ველში მათი განთავსება. უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების ამგვარი ორგანიზაციამ უზრუნველყო არჩევნების წინასწარი შედეგების გაცილებით უფრო სწრაფი, გამჭვირვალე და ეფექტური მუშაობა. რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, საჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში 317.119-მა დარეგისტრირდა 317.119 ამომრჩეველი, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 201.572-მა ამომრჩეველმა. საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა შემდეგნაირად განაწილდა. ნომერი 4 კოალიცია ცვლილებებისათვის გვარამია მელია გირჩი დროა ხმების 8.4% მოიპოვეს 1 მანდატი. ნომერი 5 ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა ხმების 14.26% ხმების მიღებული მანდატების რაოდენობა 4. ევროპელი დემოკრატები ხმების 0.52%. ნომერი 8 საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 1.32%. ძლიერი საქართველოს ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის ხმების 6.32% მოპოვებული მანდატების რაოდენობა 1. ჩვენი გაერთიანებული საქართველოს ხმების 0.37%. თავისუფალი საქართველოს 0.51%. ტრიბუნა 0.24%. გახარია საქართველოსთვის ხმების 8.73% მოპოვებული მანდატების რაოდენობა 2. გირჩი ხმების 1.98% და ქართული ოცნება ხმების 47.45% მოპოვებული მანდატების რაოდენობა 13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში არჩეული იქნა უმაღლეს საბჭოს 21 წევრი, კერძოდ ქართული ოცნება დავით გაბაიძე, გოგი ფუტკარაძე, ტიტი აროშიძე, რამაზ ჯინჭარაძე, ცოტნი ანანიძე, მინდია დიასამიძე, ვახტანგ ბერიძე, მამუკა თურმაინძე, ფრიდონ ფუტკარაძე, დავით ბაციკაძე, მარინე გვიანიძე, დავით თეძურაძე, ფატი ხალვაში. ნომერი 5 ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა ელგუჯა ბაგრატიონი, მიშა ბოლქვაძე, ედიშერ ჟღენტი, ლია ჯაყელი. ნომერი 25 გახარია საქართველოსთვის გოჩა გუგუნავა, ირაკლი ბოლქვაძე. ნომერი 4 კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა. მირდად ქამადაძე. ძლიერი საქართველოს ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის გენადი თებიძე. თუმცა როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკურმა გაერთიანებებმა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა კოალიცია ცვლილებებისათვის გვარამია მელია გირჩი დროამ და ძლიერი საქართველოს ხალხისთვის თავისუფლებისთვის არჩეულმა უმაღლესი საბჭოს წევრობა ვარი განაცხადეს უმაღლესი საბჭოს წევრობას და შესაბამის პროცედურების გავლის შემდეგ უმაღლესმა საბჭომ მათ შეუწყვიტა მანდატები. სულ ეგ იყო, რისი თქმაც მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ არჩევნების მიმდინარეობის თაობაზე. მადლობთ ყურადღებისთვის. მადლობა ბატონო პარმენ. კითხვები ხომ არ გვექნება მომხსენებელთან? ქალბატონი მარიკა, შეგიძლიათ კითხვების პროცესში ჩაეწეროთ სვამის თავმჯდომარესთან გისმენთ ჩავრთოთ. მოგესალმებით ბატონო პარმენ, მადლობა მოხსენებისათვის. მე მაინტერესებს მიმდინარე წელს თვითმმართველობის არჩევნებზე ის უბნები, სადაც ტრადიციული მეთოდით ჩატარდა არჩევნები, გასულ არჩევნებზე ისევ იქნება თუ დაინერგება ელექტრონული ტექნოლოგია მთელ აჭარის მასშტაბით. რადგანაც აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობს და კომპეტენცია არ აქვს ამ კითხვას.
ესე დავხდე. მადლობა. არ გაგახსენე. ბატონი სხვა ინფორმაცია არ გამაჩნია მასავარაუდოდ იგივე დარჩა, მაგრამ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ამ კითხვაზე. მადლობა ბატონო პარმენ და ბატონი ცოტნე. ბატონო პარმენ, თქვენ ბოლოს ახსენეთ ინფორმაცია, საჯარო ინფორმაცია მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ დღის წესრიგთან და გემოვნებასთან. ჩვენ ამაზე არაერთგზის გვისაუბრეთ სხვადასხვა ფორმატში. არჩევნების შედეგების შედეგად უკმაყოფილო ჩვენი ოპონენტების ნაწილით. კიდევ ერთხელ საზოგადოებას რომ უთხრათ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც ეხება 2024 წლის ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს, არსებობდა თუ არა რაიმე ტიპის დაფიქსირებული სარჩელიან ფაქტები, რომელიც ზეგავლენას იქონიებდა არჩევნების შედეგებზე და რომელიც თვისობრივად შეცვლიდა უმრავლესობის ნაწილს უმაღლეს საბჭოში. რაც შეეხება მდგომარეობას, არსებობდა თუ არა მდგომარეობა, როდესაც შესაძლებელი იყო რაღაც პროცედურების ან გაუმჯობესებით, ან რაღაც პროცესების გამოკლებით სხვა შედეგი დამდგარიყო. არ ვიცი დაახლოებით ალბათ ეს იქნება მე-11 არჩევნები, სადაც ნაწილში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდი ბოლოს 3 არჩევნებია როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას დღის წესრიგი არ გააჩნია პოლიტიკური და არის მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი. კანონის მოთხოვნა რაც იყო, კანონის მოთხოვნის შესაბამისად მოქმედებდით და პირდაპირ გეტყვით უმაღლეს საარჩევნო კომისიაში შემოსული საჩივრები და საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში შემოსული საჩივრები გარდა იმ მიმდინარე პროცედურული საკითხებისა და დარღვევებისა პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ იყო უსაფუძვლო ერთი ადამიანის აღქმებზე ან კონკრეტული პირთა ჯგუფის აღქმების შესაბამისად შედგენილი, რომლის უკან არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება. იქ სადაც ეს მტკიცებულებები არსებობდა და სადაც უბანზე შესაძლებელია და ჩვენი დასტურით დარღვევები იყო, ამ უბნებზე, მათ შორის ორ საარჩევნო უბნებზე გადასატანი ყუთები გავაბათილეთ, გაუქმდა 35 საჩივარი ნაწილობრივ დავაკმაყოფილეთ, 4 საჩივარი მთლიან იქნა დაკმაყოფილებული. შესაბამისად, იმის თქმა, რომ შესაძლებელია სხვა შედეგი ყოფილიყო, არის სიმართლე გითხრათ манипуляция და პირადად უпроსტად პირდაპირ პოლიტიკური დღის წესრიგი, რომლის უკან არაფერი სამართლებრივად ან ფაქტობრივად გამაგრებული არ არის. მადლობა. და მე მექნება ერთი კითხვა, ვინაიდან პრინციპში საბოლოო ჯამში ამ არჩევნებთან დაკავშირებული კამათი საბოლოო ჯამში დავიდა იქამდე, რომ ბიულეტენები შორნავდა და ამის გამო ამორჩევლის ნებაზე, ასე ვთქვათ, ერთგვარი გავლენა ხდებოდა. მე მაინტერესებს, რომ არ გავცდეთ ახლა გლობალურად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაგალითს, აი უმაღლეს საბჭოს არჩევნების შემთხვევაში შესაძლებელია ახლა წინასწარ არის თქვათ კითხვა არ მქონდა შეთანხმებული ბუნებრივია და არ იცოდეთ სტატისტიკა, მაგრამ აუცილებლად ტენდენცია გეცოდინებათ. იყო თუ არა უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემთხვევაში კენჭისყრის დღეს საჩივარი დაწერილი იმასთან დაკავშირებით, ან ამომრჩევლის მხრიდან, ან დამკვირვებლის მხრიდან, რომ ამორჩეველს ხელი შეეშალა ნების თავისუფალ გამოვლენაში, იმის გამო, რომ შეიმჩნეოდა, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ან ჩანდა, ან არ ჩანდა პირობითად ვამბობ გაფერადებული წრე. ანუ არჩევნების დღეს იყო თუ არა ეს პრეტენზია. მე რომ ერთი კვირის მერე რომ გაახსენდათ, გავიგე, მაგრამ აი აჭარაში უმაღლეს საბჭოს არჩევნების შემთხვევაში რამდენი ასეთი საჩივარი იყო, ან დაახლოებით რამდენი იყო, ან საერთოდ იყო თუ არა, თქვენი მონაცემები როგორი? შეიძლება ვწებოდე, მაგრამ მთლიანად საქართველოს მასშტაბით 7 ასეთი საჩივარი იყო, სადაც დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები მიუთითებდნენ, რომ შეიძლება სავარაუდო ნების დამკვირვებლის და არა მოქალაქეს, რომ მე ხელი ეგეთი საჩივარი არ მახსენდება კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით. ეს საჩივრები ძირითადად კენჭისყრის დღის მეორე ან მესამე დღიდან დაიწყო, სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთდა სწორედ ამ ფაქტზე, რომ ჩდებოდა ან ჟონავდა ბიულეტენზე. ის რომ ბიულეტენზე არა ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ძალიან ხშირად გამოჟონა ეს ფაქტია და ამას ვერ საწაუვალთ, თუმცა იმის თქმა, რომ
ამის გამო ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლა ხდებოდა, ამომრჩეველს თავისუფალი ნება არ ჰქონდა, ამის თქმის საფუძველი მე როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნამდვილად არ აქვს. მადლობა. ხომ არ გამომჩა ვინმე ვისაც კითხვის დასმის სურვილი ქონდა? არა, შეგიძლიათ ბატონო ბარმენ. და ყოველ შემთხვევაში ბატონო დავით ეს არჩევნების მიმდინარეობის პროცესში, ანუ კენჭისყრის პროცესში როგორც პრობლემა გამოკვეთილი, დაფიქსირებული. მაგას ეგ მაინტერესებდა პრინციპში მიზანი ჩემი კითხვის ეს იყო რომ გამგები გაიგებს ახლა ვისაც არ უნდა გაგება ის ვერ გაიგებს. კეთილი, მადლობა, შეგიძლიათ დაბრძანდეთ. კომიტეტების წარმომადგენლებს ხომ არ სურთ გამოსვლა ბატონი დავით პაციკაძე. მოკლედ, რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, ამ შემთხვევაში ეხება როგორც საპარლამენტო, ისე უმაღლესი საბჭოს არჩევნებს. რა ვიცი 2004 წლიდან საარჩევნო ადმინისტრაციაში არ არსებობს არჩევნები, რაც უმაღლესი საბჭო არსებობს მანამდეც უზენაეს საბჭოს პერიოდშიც, მაგრამ 2004 წლიდან არ არსებობს არჩევნები, რომ არ ყოფილიყავი ჩართული და ყველა არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული და აკვირდებოდი ზოგჯერ დამკვირვებლის სტატუსით, მაგალითად 2008 წელს და როგორ გააუქმეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა არჩეული ოლქი ყოვლად უკანონოდ ბატონ პარმენ ძალიან კარგად ახსოვს, ძალიან კარგად იცით ყველამ, ახლა ვინც არის არჩევნები, გეტყვით რომ უსკოს წევრის უფლება არ აქვს დაწეროს საჩივარი. ანუ თავის თავს ხო დაუწერს ამას წერს წარმომადგენელი და თავის დროზე ორმა უსკოს წევრმა შენიშვნა დაწერეს უბრალოდ და არჩევნების შედეგები გააუქმეს ამ შენიშვნის საფუძველზე ყოველგვარი კანონის გარეშე. ის რომ შედეგებზე გავლენას არავინ არ ახდენდა წინა საარჩევნო პერიოდში ვინ როგორ აქტიურობს ამორჩეულთან ერთი თემა ყველანი ცხოვრობთ ამ ქალაქში და საქართველოს მოქალაქეები ძალიან კარგად ხედავდნენ რომ არჩევნების პერიოდში მე არ მახსოვს ოპოზიცია არჩევნების წინა საარჩევნო პერიოდში რომ არ ყოფილიყო ველზე. პირველი არჩევნები იყო, ერთადერთი არჩევნები იყო, რაც მე მახსოვს რომ ოპოზიცია არ გამოსულა ველზე, რაღაც პატარა აქტივობების რა 1-2 დიდი შეხვედრის ჭყალებში დიდი შეხვედრის გარდა ისინი მათ არ ჩაუტარებიათ კარდაგარი. ვერ მეტყვით, ვერ მომიყვანთ ერთეული გამონაკლისების გარდა რომ ისინი შედიოდნენ ამორჩეულთან და არიგებდნენ თავიანთ ოჯახებზე მაქვს საუბარი და შედიოდნენ და არიგებდნენ სააგიტაციო მასალას. საერთოდ არ ჩანდნენ. არ ჩანდნენ და ყველამ ძალიან კარგად ვიცოდეთ რომ თავარი პროცესი იწყებოდა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ. და ასეც მოხდა. თავიდან იზეიმეს ეგზიტ პოლებით, შემდეგ რომ მიხვდნენ რომ დამარცხდნენ, უკვე დაიწყეს იმაზე საუბარი და ძალიან კარგად გვახსოვს ყველას რომ 3-4 დღეს თქვენს რომ თურმე რაღაცა ჟონავდა და ამ გაჟონვის საფუძველზე ერთადერთი მათი ასე ვთქვათ ჭყალებში ვიზუალური დასაბუთება რომ ვითომ არჩევნები გაყავდა არის რომ უკანა მხარეს ჟონავდა და ამასთან დაკავშირებით ყველამ ძალიან კარგად ნახეთ და ძალიან კარგად გვახსოვს წინა პერიოდში თვითონ ერთ-ერთი ლიდერი მათი როგორ მიდიოდა და როგორ ასწავლიდა ხალხს რომ კონვერტით როგორ უნდა შეაცორო ისე ბიულეტენი რომ არ გამოჩნდეს რომ არავინ არ დაინახოს ისა თუ კი ვინმე სწორად არასწორად იყენებდა თქვა და არასწორად აწვდიდა ბიულეტენს შეიძლება დაგენახა მაგრამ ამ შემთხვევაში ახლა უნდა მოეხდინა ადამიანები უნდა ყოფილიყო ვინც აიდენტიფიცირებდა ამ ხალხს რომ ვინ იყო სახელი და გვარიც უნდა ცოდნა და მე გამოჩნდა ეს მოინიშნეს წარმოიდგინეთ რამხელა ვის იქნებოდა 4 დღე არ გახსენებიათ 4 დღის შემდეგ როგორ თქვენს არ მახსოვს წინვალე გონების პრობლემები თუ ხო ტოპ ტვინების პრობლემა ერთ-ერთი ჩვენი კონსულტანტი იყო ამ შემთხვევაში აჭარის კონსტიტუციას უსახებულობდით ამ ტოპ ტვინმა აღმოაჩინა 4 დღის შემდეგ რომ თურმე რაღაცა ხდება ხო ვიცით რომ არაფერი არ ხდება და რაც შეეხება არჩევნებს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ პარმენს და მთლიანად უსკოს შემადგენლობას არჩევნების მაღალ კვალიფიცირად და ეუთო ოდირის დასკვნაშიც ყველგან გარკვეული წერია რომ ადმინისტრაცია იყო მოწოდების სიმაღლეზე და ყველაზე მაღალი შეფასება რაც კი იყო ადმინისტრაციის მხრივ და მე რა არ დააბრალეს
თუნდაც ბატონ პარმენს, სხვა უსკოს წევრებს, CSKO-ს წევრებს და ოლქის და საუბრობ საარჩევნო კომისიებში. 29000 კომისიის წევრი და დამკვირვებელი იყო საარჩევნო ურნებზე და თითქმის ყოველთვის როგორც წესი 2012 წლის შემდეგ ყველა საჩივარი რაც იწერებოდა ისიც თითო როლა ყველა იყო პროცედურული. რაღაც არ იყო გამოკლული სწორად, რაღაც არასწორად მოეჩვენათ რომ იდგა მარეგულირებელი კარებთან ან სხვა და სხვა. არაფერი ფაქტი მათ ჯერ არ მოუყვანიათ, არც არის ჩვენ გვესმოდა ეთერში თქვი რომ გვესმის რომ თურმე რუსეთი ერეოდა და ერთი ფაქტი ვერ მოაქვს საარჩევნო კამპანიაში ჩართვის, სამაგიეროდ ჩვენ ვნახეთ სხვა სუბიექტების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის წევრები და სხვა ადამიანები როგორ გამოდიოდნენ ოპოზიციის მიტინგებზე, ერთი წუთი მინდა ზუსტად და დავასრულებ. როგორ ეწეოდნენ წინასაარჩევნო კამპანიას. ეს ყველანი ძალიან კარგად ვიცით. ამას ყვებით ისევ თქვენთვის არა, საზოგადოებისთვის რომ ვისაც არ გაუგია ნახოს რომ ფაქტი გაყალბების არც ერთი არაა. არც ერთი ფაქტი არა, რაც იყო რამოდენიმე შემთხვევა, რეაგირება მოხდა მყისიერად, ის რამოდენიმე უბანი ეგრევე დაიხურა და მათი შედეგები ბათილად გამოცხადდა. მორჩა. კიდევ ერთხელ ბატონ პარმენ, დიდი მადლობა უმაღლეს საარჩევნო კომისიას, გაწეული საქმიანობის, დიდი მადლობა CSKO-ს და წარმატებები კიდევ. 4 წლის შემდეგ მე დარწმუნებული ვარ, რომ ასევე გამჭვირვალე სამართლიან არჩევნებს ჩაატარეთ. დიდი მადლობა. მადლობა. შემდეგი კომიტეტი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სულს შეგიძლიათ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩემი გამოსვლა გადავწყვიტე გამოსულიყავ, იმიტომ რომ მე არ გავუშვებ არც შესაძლებლობას, როცა საშუალება მექნება, რომ მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, რომლებმაც მართლაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარებული იყოს სწორად და მოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცეს იმ პოლიტიკურ ორგანიზაციაზე, რასაც ქვია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, რომელიც ნიშნავდა ფაქტიურად ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, ხმის მიცემას, მშვიდობაზე ხმის მიცემას და უკეთეს მომავალზე ხმის მიცემას. ამ ყველაფერს ადმინისტრირება გაუკეთა და ძალიან კარგად, პროფესიონალურად ჩაატარა როგორც საქართველოს საარჩევნო კომისიამ, ასე აჭარაში უსკომ. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პარმენს, გუნდს. ჩვენ რა თქმა უნდა ჩართულები ვიყავთ საარჩევნო პროცესში და ჩვენ თვითონ თავაწეულები ვსაუბრობთ და ამის საშუალება მოგვცა ზუსტად ჩვენმა მოსახლეობამ, ამორჩევლებმა, რომ მათ მივიდნენ და ნაკადები არ წყდებოდა ფაქტიურად საარჩევნო უბნებზე. მე ამ შემთხვევაში შემიძლია ხულოზე ვისაუბრო. ვიცით რომ როგორი ამინდი იყო მაიდამაინც იმ დღეს, ჰქონდა ძალიან რთული და ცუდი ამინდი, თუმცა მიუხედავად ამინდისა, იყო საცობებიც იმისთვის, რომ საარჩევნო უბნებზე მისულიყო და არც ერთმა ამომრჩეველმა არ მიბრუნდა, მიტრიალდა უკან, არ წავიდა სახლში, მივიდა, დააფიქსირა ხმა და თავის პოზიცია, რითაც შედეგი დადგა ის, რომ ქართული მოწნებამ გაიმარჯვა დამაჯერებლად და მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენ სამომრჩეველს და რა თქმა უნდა ბატონ პარმენს. მადლობა კი ბატონო ცოტნე ანანიძე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ კოლეგებო, მივესალმები საზოგადოებას, ბატონ პარმენს, მომხსენებელს და რა თქმა უნდა უერთები მადლობას იმ შრომისთვის, რაც უმაღლეს საარჩევნო კომისიამ გაწია გასული წლის უმაღლეს საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით. უბრალოდ გვინდა განვაზოგადოთ სიტუაცია და სწორედ არჩევნებთან არის პოლიტიკურ კავშირში ის მდგომარეობა, რაც თუნდაც დღეს ჩვენს დარბაზში არის, როცა ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილის დაკვეთა არ არის შესრულებული და ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნების უპატივცემულობაა ჩვენი ოპონენტების მხრიდან. მდგომარეობა საარჩევნო კამპანიის დროსაც იყო ძალიან მარტივი და აღქმადი, ალბათ ნებისმიერ ნეიტრალური ექსპერტი, პოლიტიკური ექსპერტი და დაკვირვებული თვალი დაადასტურებს იმას, რომ პრაქტიკულად ოპოზიცია იყო თვით ლიკვიდაციის რეჟიმში,
როცა საარჩევნო კამპანია არ უწარმოებიათ ჩვენი მუნიციპალიტეტების შემთხვევაში დელეგატების დამეთანხმება პრაქტიკულად არც ერთ ლოკაციაზე. შემდგომში ეს თითქოს გაამართლეს, რომ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს რეალობიდან გამომდინარე არსებული ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯები, საარჩევნო მესიჯები, რომელიც სწორედ იმ სიტუაციას ასახავდა, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ამორჩევლების წინაშე იყო და რასაც თითქოს უკვე პოსტსაარჩევნო პერიოდში ოპოზიცია მათ შორის ურთიერთკრიტიკის საფუძველზე ხსნიდა, რომ ამ პროპაგანდას თითქოს და პროპაგანდას ვერ გაუწიეს სათანადო წინააღმდეგობა. სწორედ სისუსტე და სწორედ ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ძალიან კარგად აღიქვამდა 2022 წლის შემდეგ, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ზეწოლას საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ ამავდროულად ის ტექნოლოგიები, საარჩევნო ტექნოლოგიები, რომლის პოპულარიზაციას ყველაზე მეტად საარჩევნო კამპანიის განმავლობაში სწორედ ოპოზიცია ეწეოდა, მიღებული შედეგები, რომელიც ფანტაზიის ნაწილად უკვე აქციეს, 300,000 ხმას გულისხმობ, რომელიც შემდგომში უკვე მაინც დააკლდათ და მე მგონი ყველა ობიექტურმა და ადეკვატურმა შემფასებელმა, მათ შორის ეუთო ოდირმაც ძალიან კარგად მკაფიოდ აუარა გვერდი, რომ ეს არის ფანტაზიის ნაყოფი და შეუძლებელია ჩვენისთან მოწყობის ქვეყანაში, სადაც სოციალური ურთიერთობები არის განსაკუთრებულ მაღალ დონეზე, ამ ტიპის ეგრეთ წოდებული პოლიტიკური კარუსელი დატრიალებული იყო. შემდგომ ნახეთ და მე არც ერთი ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფას არ ვაყენებ, რომ თითქოს არჩევნები კენჭისყრის დასრულებიდან 4 დღის შემდეგ ახალი, ესე ვთქვათ, საჯილდაო ქვა გამოიტანეს, ეს არის გაჟონილი ბიულეტენები და ამასთან დაკავშირებით იყო უკვე საუბარი სიღრმეში არ ჩავალ, მაგრამ ძეწრები, რომელსაც ხედავდით ქალაქში, ქუჩებში და ადამიანებს, მათ შორის მეც გვეგონა სარეკლამო ფლეშმობი, გარკვეული, ესე ვთქვათ, სარეცხის საშუალებების რეკლამის გადასაღებად და პოპულარიზაციისთვის. ეს თემაც ისევე მალევე მოკვდა, როგორც გაუაზრებელი, უსაფუძვლო PR კამპანია, ეგრეთ წოდებული შესრულების კამპანია, არჩევნების შედეგების დაზიანებით და ეს არის რეალობა, რა რეალობაშიც სამწუხაროდ დღეს ოპოზიცია იმყოფება. პოლიტიკური სიჯანსაღის ველიდან გამომდინარე ვიძახი, რადგან აქსიომაა და ყოველთვის რელევანტურია, რომ წარმომადგენლობით ორგანოებში უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ეს არის განსხვავებული აზრების დარბაზი. ეს არის კიდევ ერთხელ ნათელი გამოვლინება ამორჩევლის, მისი ნების და კიდევ ერთხელ გამოვლინება ნათელი ჩვენი ოპონენტების უპატივცემულობისა საარჩევნო შედეგების მიმართ. სამი პარტია იცით, რომ თავისი განცხადებების საფუძველზე შეუწყდა უფლებამოსილება, ესეც არის ალბათ პოლიტიკური სისუსტე, რადგან წარმომადგენლობით ორგანოებში ყოფნა არის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი, მაგრამ სამწუხაროდ პოლიტიკურობის და პოლიტიკის წარმოების გააზრების ნაწილში ეს შედეგიც არ იქნა მიღწეული ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ერთი პარტია ინარჩუნებს მანდატებს, იმედია სხვა პარტიების ბულინგი, რომელმაც მოიმატა და რაზეც ჩვენ საუბრობდით ჩვენს განცხადებებში, ისე გრძელდება ეს პროცესი, გააგრძელებს თუ არ გააგრძელებს მანდატების გამოყენებას რეალურად ეს უკვე მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ქვეყანა გააგრძელებს ნორმალურ ფუნქციონირებას და ამორჩევლის დაკვეთა, რომელიც იყო გასულ წელს, იქნება შესრულებული პირნათლად. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ, ბატონო პარმენი. მადლობა, ხომარდაჩა კომიტეტის ფრაქცია. არით შევაჯამებ მაშინ რამოდენიმე სიტყვით და შესაბამისად შეგვიძლია უკვე საკითხი განხილულად გამოვაცხადოთ. შეუერთდები მეც მადლობებს, მადლობა საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების განსაკუთრებით კენჭისყრის დღის კარგად ორგანიზებისათვის და მადლობა რომ გაუძლენ იმ რისხვას და თავდასხმებს, რომელიც მათ მისამართით მოდიოდა, მე ვიტყოდი რომ სრულიად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ. ის რა შედეგებიც დადგა, ეს არის მთელი იმ პერიოდის, ასე ვთქვათ, შეჯამება, რაც ერთობლივად გავიარეთ ჩვენ და ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა. ბევრჯერ მithქვამს და ეხლაც ვიტყვი, რომ პრაქტიკულად ოჯახი არ დაგვიტოვებია, რომ ჩვენ არ შევსულიყავით და საარჩევნო აგიტაცია არ წარმოებინა,
თუმცა იქეთ ხარეს რა იყო პრაქტიკულად თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე დიდ ქალაქში რამოდენიმე ოფისის გახსნას პრაქტიკულად საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო აგიტაცია მათ არ წარმოებდა და ვეკითხებოდით კიდეც ერთად რომ არ არის ეს ხალხი ველზე და რა შვება რისთვის ემზადება რას აკეთებს და როგორც გამოჩნდა პრინციპში საბოლოო ჯამში რისთვისაც ემზადებოდა თუმცა ეს სამზადისი როგორც აღნიშნეთ აღმოჩნდა საბოლოო ჯამში ფუჭი აღმოჩნდა ის შედეგები რაც დადგა პრინციპში სულაც არ იყო ბევრისთვის გასაკვირი მათ შორის არჩევნთვის გამომდინარე იქიდან რომ შეეხენ აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს აგინეს და ლანძღეს ყველა და ყველაფერი რაც მათ სასარგებლოდ არ მეტყველებდა და ვინც მათ სასარგებლოდ არ ამბობდა არ დარჩა პრინციპში ავტორიტეტი ხელშეუხებელი რაღაცა წითელ ზღვარს მიღმამყოფი არანაირი არც პიროვნება არც ფაქტი არც მოვლენა რომ მათი ლანძღვის ქვეშ არ მოქცეულიყო 1000-ნაირი ეპითეტებით იქნა მოხსენიებული ის მოსახლეობა რომელიც მათ მსგავსად არ ფიქრობდა და დადიოდა მართველი პარტიის საარჩევნო შეხვედრებზე თუ სხვა ტიპის შეხვედრებზე აღარ მინდა მე გავიმეორო ის სიტყვები რითაც მოიხსენიებდნენ ამ ხალხს და მე ერთი რამ მაინტერესებს ჩატარდა უამრავი არჩევნები ჩაატარეთ ადამიანებო უამრავი მიტინგი და ხვდებით რომ პირობითად ვამბობ რაღაც კონკრეტულ ზღვარს რის შემდეგაც თუნდაც ის მათ მიერ მოწონებული რევოლუცია არის შესაძლებელი რაღაც კრიტიკული მასა ჭირდება და ამ კრიტიკული მასის შევსება საიდან აპირებს ეს ხალხი მაინტერესებს თვითონ რას ფიქრობენ ამაზე არგუმენტი აქ რომ იყვიან ალბათ მაგრამ არ არიან ეს მეორე პრობლემაა თუ შენ ნეიტრალურ ან მეორე მხარეს მყოფ ადამიანს მოიხსენიებ უკანასკნელი სიტყვებით რანაირად შესაძლებელია და ვის ხარჯზე არის შესაძლებელი იმის გაკეთება რაც აქვს ჩაფიქრებული კარგია რომ ამ შესწომას უშვებენ ქვეყნისთვის არის კარგი პირდაპირ ვიტყვი მაგრამ მათი გადასახედიდან ახლა პრაგმატულად რომ ჩავაყენოთ მათ მდგომარეობაში ჩვენი თავი აი რას ფიქრობენ გულწრფელად გითხრათ ჩემთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი კიდევ ერთი შეცდომა რასაც ისინი წლების განმავლობაში უშვებდნენ არის ის რომ მუდმივი ქილიკი ომისა და მშვიდობის თემაზე. ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობდით სერიოზულად და აღმოჩნდა რომ მოსახლეობამ გაიგო, რას ვეუბნებოდით, ისინი აბსოლუტურად ამ ომისა და მშვიდობის თემას თქვენცით რაღაცა საყოველთაო ქილიკის თემად აქცევდნენ და დადგა ის შედეგი პრინციპში რაც უნდა დამდგარიყო. ჩვენი პოლიტიკური ძალა და ხარდაჭერას ეძებდა მოსახლეობაში ქვეყნის შიგნით ამ ხალხს ატალახებული ქონდა, რა ვიცი, ნახევარი მსოფლიოს კარები, ვისაც შეეძლო თუ არ შეეძლო მათი დახმარება. აი ხშირ შემთხვევაში რაღაცა ისეთ კურიოზულ ფაქტებამდე მივედით, რომ აი თქვენიცით პარლამენტში არსებობდა ჯგუფი, მაგალითად ვსავიღოთ სტრატეგია აღმაშენებელი და მე შარლ მიშელამდე ჩამოვედით, იმდენად რაღაცა ქართულის ხსენება ბევრი ჯგუფისათვის მიუღებელიც კი გახდა და ეს ყველაფერი ბუნებრივია, ამას უყურებს მოსახლეობა და მოსახლეობა აკეთებს დასკვნებ, ეხლა მათ უნდათ თუ არ უნდათ, იმაზე მეტად გონიერია ქართველი ხალხი, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. და ყველაზე მთავარია კიდევ ერთი უგუნურება ჩემი აზრით რაც ხდება ეს არის ამ შემთხვევაში ეს არის ის მოცემულობა რაც გვაქვს ამ დარბაზში რომ რაც მახსოვს აი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ამ ფორმაციის რაც არსებობს 2004 წლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წარმომადგენლობა ექნებოდა ოპოზიციას რომ ყოფილიყვნენ წარმოდგენილი დარბაზში და პრინციპში რაც ჩვენ ვართ ხელისუფლებაში ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ყველაზე მაღალი წარმომადგენლობა ანუ ეკოლებოდა ოპოზიციას. არ იქნა გამოყენებული ეს შესაძლებლობა მათ მიერ. ეხლა შესაძლებელია ვიღაც უყურებს და არ მოწონს ეხლა დავით გაბაიძე რას ამბობს, მაგრამ აქ უნდა იყოს მათი წარმომადგენელი, რომელიც ეტყვის ამ დავით გაბაიძეს, რომ შენ რო გონია მართალი თავი აი ამ კონკრეტულ ნაწილში არ ხარ მართალი და სიმართლე არის ეს და დაასახლებოდა, მაგრამ ამის თქველიც აღარ დარჩა დარბაზში. და საბოლოო ჯამში ის რომ პოლიტიკურად ცდილობენ წავიდნენ წინ და საბოლოო ჯამში შედეგები არის სხვანაირი, უნდა დააბრალონ საკუთარ თავს, მოაბრალებენ ამ შემთხვევაში ნურც მართლ პარტიას და ნურც საქართველოს მოსახლეობას რაც თავარია. ნუ მოკლედ შეცდომებზე იყო, მე ვახსენე რომ უყვართ ასე ვთქვათ უცხოელების ციტირება და მოშველიება ხშირად და რამსფელს აქვს ნათქვამი რომ პოლიტიკა ყოველდღე უამრავ შესაძლებლობას გაძლევს რომ შეცდომა დაუშვა და აბა თქვენიც თუ ასეთი გამონათქვამი აქვს და არც ერთი დღე არ ჩაუგდიათ პრინციპში შეცდომის გარეშე და საბოლოო ჯამში რა შედეგიც დადგა
აგერ არის გამოჩნდა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არჩევნების შემდეგ და ბატონმა დავითმა ახსენა ეხლა გონია თუ მხარეს მოიყარა მართლა გენიოსების დიდმა ჯგუფთან მაგრამ ტოპ-ტვინები არ ვიცი მაგრამ პოლიტიკური იატროგენიის ტიპიური მაგალითია მათი ქცევა და სანამ ამ მეთოდებით იბრძოლებენ სანამ ამ ჭკუაზე იქნებიან დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს მოსახლეობისაგან მათ მხარდაჭერა ვერ ექნებათ მადლობა ყურადღებისათვის მადლობა საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მოხსენებისათვის და მინდა გისურვოთ წარმატებები მომავალ არჩევნებშიც. ხომ არის სარგებლებით ბატონო პარლამენტი დასკვნითი სიტყვით წარმოდგენილი ანგარიში მიღებულია ცნობა და მასთან დაკავშირებით ოკში გაკეთდება შესაბამისი ჩანაწერი აღნიშნული დღისასიგით გათვალისწინებული საკითხები ამოწურულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 20 მარტის მორიგ პლენარულ სხდომას დახურულად ვაცხადებთ.